კვირა დღე მე გახლავართ გიორგი დარასელია, მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც გაჭირვებასაც შინახართ, ვინც მარტოობასაც შინახართ და ვისაც ეს ვინც ამ გადაცემას ელოდებით, ვისაც გეიმედებათ, აქ ნათქვამი სიტყვა, ყველას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ. და დღეს ყავს, რა ვიცი, ძალიან მიხარია ესეთი სტუმარი ყავს, მეუფე ეფრემი ყავს სტუმრად, რომელიც გვახარებს ესე. მისი სტუმრობით ან გვეყოლება 2 საათით და ძალიან მახარებს ეს ამბავი. მეუფე დაგლოცე თუ შეიძლება და ერთმა დაგლოცო და გაგახაროთ, მოგესალმებით გიორგი, საღამოშვიდობის. დიდი მადლობა რომ მოგზავნით მეუფე და ძალიან ხალხს ძალიან ჭირდება თქვენი საუბარი და რა ვიცი, ძალიან ბევრი გამოხმაურება ხდება წინა ეთერებმაც და თუ შეიძლება ნათლისღება იყო დღეს უწმინდესის ნათლობა იყო და ვერ გავექცევით ამ ფაქტს და ამასთან დაკავშირებით კითხავთ აუცილებლად ყველა იმ ადამიანს დღეს ვინც ნათლია გახდა ჩემიდან დაწყებული ყველას გილოცავ დღეს არაჩვეულებრივი ოჯახი, დავი ოჯახი კიდე და დავი მეგობრე და რა ვიცი ოჯახის წევრი გავხდი არაჩვეულებრივი ოჯახის და იმათაც მიულოცავ ბედნიერება და სიხარულს უსურვებ ყველაფერ კარგს რა ვიცი და თუ შეიძლება დალოცოთ ეს ადამიანები და ნათლისღებასთან დაკავშირებით თუ დაგვარიგოთ იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გავექცევით ამ თემას იმიტომ რომ დღეს ამხელა რაღაც დღესასწაულია და ეხ მინდა მოგილოცოთ ყველას დიდი სიხარულით ჩვენს მრევლ სრულიად საქართველოს ჩვენს მოსახლეობას ეს უდიდესი დღესასწაული მინდა მიულოცო ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს ჩვენს საყვარელ პატრიარქს რომლის უდიდესი ძალისხმევითა და ვაწლით მართლაც აღორძინდა ჩვენი ეკლესია და განსაკუთრებით ეს მომენტი რომელსაც თქვენ აღნიშნეთ უამრავი ათასობით 40,000-მდე უკვე ახალშობილი ნათლღებული შეემატა ჩვენს ერთსა და ჩვენს ეკლესიას და ეს არის მისი უდიდესი ღვაწლი. მინდა მიულოცო ჩვენს ნათლიებს, ჩვენს ნათლულებს, ეს არის უდიდესი საეკლესიო საიდუმლოება, რომლის საშუალებითაც ადამიანი ეზიარება ქრისტეს ეკლესიას და ამავე დროს ხდება სულიერი დანათესავებაც და ახლოვება გაერთიანება, სულიერი გაერთიანება, ერთსულოვნება ჩვენი ქვეყნისა და აი ამდენად ეს დღე ესეთი ფასეულია, მნიშვნელოვანია, არაერთი ოჯახი აღნიშნავს და არაერთი ვთქვათ ადამიანი უკავშირდება სულიერი კავშირით ერთმანეთს და ურღევი და მტკიცე ყოფილიყოს ეს სულიერი ურთიერთობა და რაც თავარია უფალთან მივსულიყავით აი ამ მადლითა და სიხარულით გაერთიანებული იყოს და დალოცული იყოს სრულიად საქართველო. დიდი მადლობა ძალიან და ათლისღებას მე უფრო მეორე შობას ეძახიან და თუ შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით რაღაცა აგვიხსნათ და განგვიმარტოთ რა. დიახ, ეს დღესასწაული როგორც ასეთი სათავეს იღებს თანახმად წმინდა სახარებისა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მდინარე იორდანეში ნათლისღებიდან ამ დღესასწაულს ასევე ეწოდება ყოვლადწმინდა სამების განცხადების დღე, ვინაიდან რომ იტყვიან განეხვნა ცა და გამოცხადდა ადამიანთა წინაშე ყოვლადწმინდა სამება თავისი სამი პირით, ღმერთი, ერთთარსი და სამპიროვანი, მამის ხმა დაამოწმევდა, რომ ის, ვინც იყო წყალში ხორციელად მოსული, განკაცებული ცეხვთვისა იყო მისი საყვარელი ძე, ხოლო სული წმიდა ტრედის სახით გარდამომავალი დაამოწმებდა მამის ხმის უცდომელობას, ხოლო ძე თავად ფიზიკურად ხორჩესმული იდგა მდინარე იორდანეში. ეს იყო სრულიად უჩვეულო, განსაკუთრებული და უნიკალური მოვლენა, მანამდე არ ნახული, ვინაიდან კაცობრიობა მანამდე იცოდა რა თქმა უნდა ერთი ღმერთის შესახებ, მაგრამ წარმოუდგენა მისი სამპიროვნების შესახებ სრულპასოვანი აღქმა თუ იმისა როგორი იყო ღმერთი არ ქონდა და ინება უფალმა რომ თავად განეცხადებინა საკუთარი თავი ჩვენთვის ადამიანთათვის ასე რომ ჩვენ რა ვიცით რა შეგვიძლია ვიცოდეთ ღმერთის შესახებ ის რაც თავად განგვიცხადა ღმერთმა თორემ დამოუკიდებლად ადამიანის წირი გონებისათვის ღმერთის შეცნობა შეუძლებელია თუ კი თავად ღმერთი არ დაეხმარა ადამიანს და თავად ღმერთმა არ განუცხადა ეს უდიდესი სამართო და სეცით საიდუმლო ჭეშმარიტება და აქედან გამომდინარე ჩვენ გვწამს ღმერთი ერთარსი და სამპიროვანი მამა ძე და სულიწმიდა შემდგომ ეს კურთხევა რომ ყოველი ადამიანი უნდა მოინათლოს სწორედ სამების სახელით
თავად მაცხოვარმა იესო ქრისტემ ამაღლების წინ დაუტოვა თავის წმინდა მოციქულებს გახსოვთ მათეს სახარება როგორ სრულდება რომ წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა სწორედ ჩვენ ამ ღმერთის სახელით სამპიროვანი ღმერთის სახელით ვართ ნათელღებული და ის ნათლისღება ის საიდუმლოება ჩაითვლება სწორად და მართებულად აღსრულებულად რომელიც სწორედ სამების სახელითაა აღსრულებული ის სწორედ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და თქვენ მართალი ბრძანეთ გიორგი ჩვენ ვიბადებით ქრისტეში ვიბადებით სულიწმინდის მადლით ნათლისღება ეს არის ერთგვარად როგორც დაფლა ძველი კაცის ასევე შობაც ანუ ორი აქტი არის შეერთებული ნათლისღების საიდუმლოში ძველი იგი კაცი კვდება ცოდვისათვის კვდება ადამიანის ცოდვის გადმონაშთისათვის და იბადება ახალი ადამი თუ შეიძლება ასე ითქვას და ისევ მაცხოვრის სიტყვებია მოწაფეებისადმი რომელი არაიშვეს წყლისაგან და სულისა მას ვერ ეწიფების ცხონება ხოლო ვინც დაიბადება ვინც იშვება სულითა წმინდითა და ცეცხლითა სწორედ იგი იქნება აღბეჭდილი ქრისტეს სახელით და მისთვის პოტენციურად ღია სათასასოფეველი ასე რომ ნათლისღება ეს არის დაბადება და ეს არის დასაწყისი კარიბჭე ზეცისკენ მიმავალი გზის ასე რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია მოვალია იშვა სულიერად მოწოდებულია თითოეული ადამიანი დაიბადოს ღმერთში დაიბადოს ქრისტეში და შემდგომ დაიცვას ის აღთქმა რომელსაც ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ვდებთ ან ნათლია მიმრქმელი მცირეწლოვანი სანაცვლოდ დებს აღთქმას უფლის წინაშე ასე რომ დასაწყისში ხდება განშორება შეფუცების ლოცვები ანუ განშორება ბოროტისაგან რითაც ადამიანი შეურაცხყოფს და საკუთარი ბაგეებით აღიარებს ეშმაკისაგან განდგომას ხოლო იმავდროულად და იქვე ხდება დამოწმება რომ ის არის ერთგული ქრისტესი შეუდგება ქრისტეს და წამს იგი როგორც მეუფე და ღმერთი აქვე ხდება წარმოთქმა რწამსისა სიმბოლო სარწმუნოებისა რომელიც იქნა დადგენილი წმინდა ეკლესიაში როგორც მოკლედ გადმოცემული ჭეშმარიტი სარწმუნოების არსი და მნიშვნელობა მსოფლიო კრებებზე იქნა ეს დადგენილი და აი ამ რწამსით ადამიანი ადასტურებს რომ ის იქნება ერთგული სწორედ იმ სწავლებისა რაც არის დაუნჯებული წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში წამსი დოგმატურია ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მისი ყოველი სიტყვა წმინდა ჭეშმარიტია და აღსრულება მისი უნებრივი არის სავალდებულო და საწინდარი უფალთან ერთობისა და განხთობისა ნათლისღება ეს არის დასაწყისი მე მინდა ხაზი გავუსვა გიორგი იმას რომ სამწუხაროდ როგორც დღევანდელი ვითარება ჩვენი სულიერი მორწმუნე საზოგადოებისა ვთქვათ ამ მხრივ ერთგვარად მოიკოჭლებს და თითქოს გულგრილ დამოკიდებულებაშია ეკლესიურ ცხოვრებასთან და უმეტესობა თვლიან გადასავალი ადამიანები რომ თავარია მოვინათლე აი ნათლობა დასასრული კი არა ქრისტიანობის დასაწყისია სამწუხაროდ იქ ჩერდება ჩვენი ქრისტიანობა აი ზოგი ტრადიციით მისდევს ამას ზოგი რაღაცა ვთქვათ ჩვეულებით რომ აბა უნდა მოინათლოს ადამიანი თავისთავად ეს კარგია მაგრამ არასაკმარისი აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ არ დაუკმაყოფილდეთ მხოლოდ რიტუალის აღსრულებით მხოლოდ წესის აღსრულებით რომ აი ასე იგი ქრისტეს სახელი მეწოდა და შემდგომ რომ აი ამ უდიდეს პატივს, უდიდეს სახეს სჭირდება გამართლება, რომ იმ სპექტაკლს შესამოსელს, რომელიც თეთრ პერანგს, რომელსაც ადამიანი ღებულობს ნათლისღების დროს, ხომ, საგალობელიც ამას მეტყველებს რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღები ეს ქრისტე შეგვიმოსიეს, აი ქრისტეს ნათელი შესამოსელი ჩვენ ისეთივე სპექტაკლად და უვიწოდ და მართლად უნდა წარვადგინოთ უფლის წინაშე. აი ეს არის მნიშვნელოვანი ალბათ თანამედროვე ქრისტიანობისთვის, საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ კმაყოფილდებით მხოლოდ ნომინალური ქრისტიანობით, ან ტრადიციული ქრისტიანობით, თუ უკვე აღარ ხდება გააზრება იმისა, თუ რისთვის ვინათლებით.
აი ძველ ეკლესიაში აუცილებლად ადამიანები ამ უდიდესი მოვლენისათვის, ხომ, რა შეიძლება ამაზე უდიდესი მოხდეს ალბათ ადამიანის ცხოვრებაში, სულიერად შობა და უფალთან თანადაბადება, ადამიანები უდიდესი პასუხისმგებლობით ემზადებოდნენ აი ამ მოვლენასთან შესახვედრად. ანუ გადიოდნენ კატეხიზაციას, აი კათაკმეველი ეწოდებოდა ადამიანს, რომელიც ემზადებოდა ნათლისღების უდიდესი საიდუმლოს მისაღებად და გაცნობიერებულად უკვე ისე რომ ამ წამსი და სჯული ბოლო შემთხვევაში ძირითად იცოდა, შემდგომ განსაკუთრებით დიდი მარხვის პერიოდში მთელი დიდი მარხვა ხდებოდა ეს მომზადება და დიდ შაბათს, ანუ აღდგომის წინა დღეს კათაკმევლები ინათლებოდნენ და წარმოიდგინეთ რა დიდი იყო აღდგომის სიხარული, როდესაც ეკლესიის მრევლს ან მორწმუნე საზოგადოებას ეკლესიას უერთდებოდა ახალი ნაკადი, ახალი ნათელღებული ნაწილი საზოგადოებისა და ასე ივსებოდა, ასე ძლიერდებოდა, ასე ერთიანდებოდა და იზრდებოდა ქრისტეს ეკლესია. სამწუხაროდ ეს წესი უნდა აღდგეს, რომ ადამიანები შეემზადონ და შემდგომ უნდა იყვნენ ერთგული იმ აღთქმისა, რა აღთქმასაც ჩვენ ვდებთ. ამდენად თვით პასუხისმგებლობაც ნათლულის წინაშე აქედან წარმოსდგება, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვეულება და მხოლოდ ტრადიცია, ის უნდა იყოს ნამდვილად სულიერი მშობელი, გამზრდელი, წინამძღვარი ერთგვარი ქრისტესკენ მიმავალი გზისა და აქაც დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვინ უნდა ავირჩიოთ ნათლიად და ამავდროულად ნათლიად რომ დგებით, ეს რა პასუხისმგებლობა არის უფლის წინაშეც და ნათლულის წინაშეც. აი, რაღაცნაირად ჩვენ გვჭირდება რომ დაუბრუნდეთ იმ საღ ფესვებსა და ჭეშმარიტ ეკლესიურ ქრისტიანულ სწავლებას, რომ მხოლოდ ნათლისღებისთვის და წესიწესად არ დარჩეს, არამედ არსით ვიყოთ ქრისტიანები და შეგნებითა და მთელი ცხოვრების წესით დავამოწმოთ ის წამსი, რომლითაც ჩვენ ვინათლებითა და ვეზიარებით უფალს. ძალიან დიდი მადლობა ეს ლამაზი ახსნისათვის, თუმცა აქ ერთი კითხვა გამიშთა, მე უფრო თუ შეიძლება რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ესე მონათლული, ვიღაცის თვალში არის მართლმადიდებელი და ამ დროს შეიძლება მეც ან ვიღაცა ყველა მიცოდეს, რომ არ არის არც ხორობს ის ადამიანი მართლმადიდებელი და სულაც არ არის მართლმადიდებელი და პირიქით შეიძლება ვიღაცა ზომავს ეკლესიას მისი თვალით და საერთოდ მაგიტომ არ მოდის ეკლესიაში. ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა ავხსნათ, იმიტომ რომ 90% არის მართლმადიდებელი, მაგრამ ამ მართლმადიდებლებიდან ხო შეიძლება 5% არ ცხოვრობს ისე, როგორი აღთქმაც დადო, ხო, მაშინ როცა მოინათლა. ანუ აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ, ან რაზომებია მისაღები, რომ ეს არ გამოგვეპაროს, იმიტომ რომ ვიღაცა ინათლება, შემდეგ ეს ადამიანი გაუცველი თვითცნობიერებელი რაც იქცევა ცუდად და ვიღაცა ზომავს, აი ეს შენი მართლმადიდებელი ესე იქცევა და რა ცუდი ხალხი ყოფილხართ. ამ შემთხვევაში ან 15 ადამიანიდან შეგნებული არავის არ აქვს სიტყვაზე და აქვს ერთს და 14-ს არ აქვს შეგნებული და ჩვეულებრივად მე შემდეგ მეორე დღიდან იწყებს ძველებურ ან უფრო ცუდ ცხოვრებას, ვინაიდან მოინათლა მეტი ბრძოლა არის შემდეგ. ამ შემთხვევაში, ანუ ფაქტობრივად ეს ქრისტიანები ბრჭყალებში არიან დამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ გზომავენ მათით, რომ აი შენი ძმა არ არის, ეგ მონათლული არის, შემონათლა, რა ცუდი ადამიანია და მე თქვენთან არ მინდა. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაიფილტროს, იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა დღეს ეკლესიის, რომ ვიღაცა ვერ მოდის, არ მოდის, ან მიზეზი აქვს ამისა, ხო, სამწუხაროდ ჩვენთან, ხო, არის ის, ვინც არის ჩვენთან მონათლული მართლმადიდებლად, ოღონდ იქცევა სრულიად საპირისპიროდ. ამ შემთხვევაში ეს როგორ უნდა გაიფილტროს, იმიტომ რომ ერთი პერიოდი იყო, რომ აი ვიღაც მონათლული იყო და მოდიოდნენ ეს ხალხი, მაგრამ ეს შეცდომა ყველას წინ გახვდა. დღეს ვინც მოინათლა ისე, ხო, ისე მოინათლა და ჩვენ გვაძახები, რომ აი ესეც რომ მოინათლა, აგერ ხო ხედავ. ამ შემთხვევაში ეს ხარისხი როგორ უნდა დავიცვათ სამომავლოდ და ესეც როგორ უნდა გაიფილტროს, იმიტომ რომ დღეს ახლა მე რასაც უყურებ ხოლმე, მე უფრო ბოდიში ვიხდი, გამიგზელდა ეს წინა სამსადისი, არავის არ აქვს, მათლებმაც კი არ იციან, არც წამსი, არც ეკლესიური ცხოვრება კი არა, ზოგი ნაზიარებიც არ არის და ხშირ შემთხვევაში ესეთ ნათლიებს ირჩევენ, რაღაცა შეძლებულებს, რაღაცა სხვანაირად, რომელსაც საერთოდ ქრისტესთან არ აქვს კავშირი. ამ შემთხვევაში ის
ბავშვიც იჩაგრება, იმიტომ რომ მასწავლებელი ცუდი ხავს, იმიტომ რომ ის თავის ცხოვრების წესით არ არის ის, რომ მას ქრისტე უქადაგოს, ხო? აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ ჩვენ, რომ ესე დავიცვათ თავიან რამე ზომები თუ არ, იმიტომ რომ ხშირად ვიცი ხოლმე ბევრი მოძღვარი ეუბნება, რომ მე ამას არ მომანათლინებ ბავშვს, ხშირად ყოფილა ხოლმე რაღაცა სხვა სამყაროდან ადამიანი რაღაცა და უთქვამს, რომ მე ბოდიში ვიხდი, მაგრამ ეს ვერ იქნება ნათლია. იმიტომ რომ ჩვენ თუ რაღაცა დაზღვევა არ იქ, რომ ხანდახან ბავშვებს არ ანათლებენ ხოლმე, რომ მას შეგნებული არ აქვს, რომ ნათლია იყოს, ხო? დიდებიც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებული არ აქვთ ის, რომ საერთოდ რა არის ნათლობა და რა არის ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ მონათლულნი არიან, ხო? ამ შემთხვევაში ეს ჩვენი რაღაცა შავი ლაქასავით არის ხოლმე, ხშირად წინ მახვედრებენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, რომ აი თქვენ ესეთებს ანათლებთ ისე. ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ბოდიში ვიხდით თუ გავცეთ ამასთან დაკავშირებით პასუხი? დიახ, გიორგი, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, თქვენს მართალი ბრძანდებით, ეს საერთოდ საყოველთაო პრობლემაა და ეს გვეხება ყველას, უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირებს, რა თქმა უნდა. ამ ხრივ რაღაცა ალბათ გარკვეული ცვლილება საჭირო არის თვით ეკლესიის წიაღში, რომ ჩვენ აუხსნათ ადამიანებს, ჩვენ მოამზადოთ და რაღაცნაირად ჩამოყალიბდეს ამ ხრივ რაღაცნაირი ასე ვთქვათ საერთო მიდგომა არა ერთეული შემთხვევების გარკვეული ვთქვათ ერთეულ ეკლესიებში და მოძღვრებთან, არამედ საყოველთაო წესი დადგინდეს, რომ გარკვეული ასე ვთქვათ მომზადება ადამიანმა სულიერი და ცოდნით საფრთხოს ჯულისა ელემენტარული გაიაროს, მიიღოს, რისთვის მოდის ეკლესიაში, რატომ უნდა რომ მოინათლოს და ვის ეზიარება. აი ვინ არის იესო ქრისტე მისთვის ელემენტარულად კითხვა რომ დაისვას და აი მე ვფიქრობ რომ აქ ძალიან ესეთი საჭირო არის, იმიტომ რომ თქვენ მართალი ბრძანებთ, შემდგომ ეს ისე პრობლემად იქცევა, რომ უკვე თავად უარყოფითად მოქმედებს მორწმუნეებზე, ვინაიდან როგორც ვახსენე დასაწყისში ადამიანი იწყებს და ამთავრებს ქრისტიანობას ნათლისღებით, ან ვთქვათ ჯვარი წერია და რომ გარდაიცვლება, მერე შეიძლება გაახსენდეს მოძღვარი ან ეკლესია, აი ესეთ რიტუალურ საჭიროებებში მხოლოდ. ამიტომაც აი ეს მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უწოდებს მორწმუნესა და ქრისტიანს და შემდგომ უკვე ანტიქრისტიანულია თუ შეიძლება ეთქვას მისი საქმეები, ეს უკვე მარტო მას არ აზიანებს პიროვნულად, ეს ყველაფერი აისახება მერე ეკლესიაზეც, ბუნებრივია, მორწმუნე საზოგადოებაზე, ერზე, ქვეყანაზე და რაღაცნაირად უკვე დაბრკოლების საშუალებად, საბაბიც ეძლევათ მავანთა და მავანთა, ამიტომაც ყველამ უნდა მოთხოვოს საკუთარ თავს. აი თქვათ ამ შემთხვევაში მოგმართა ვინმემ თქვათ ერის ადამიანს, რომ მე მინდა თქვენ იყოთ ჩემი შვილის ნათლია. აი ადამიანმა უნდა დასვას საკუთარ თავში კითხვა, რომ რა არის ჩემი პასუხისმგებლობა. მარტო ის რომ აი ვიცნობდი ადამიანსა და რაღაცნაირად საერო დონეზე იყოს ოჯახთან ურთიერთობა. არამედ მე უნდა ვიცოდე, თქვათ გაიზარდა ბავშვი რამდენიმე წლის და იმან დასვა კითხვა, ნათლიას კითხა რაღაც ელემენტარული სარწმუნოების შესახებ. თუ არის მზად, რომ მას სწორი პასუხი გასცეს. თუ კი არასწორი პასუხი აქვს, ეს იქნება უდიდესი ცოდვა და პასუხისმგებლობა, რომელმა ყრმა დააბკოლოს. ამიტომაც ჩვენ გვავალდებულებს ამ შემთხვევაში თუნდაც ნათლის როლში ყოფნა, რომ ჩვენ ვიცოდეთ მინიმალური მაინც აუცილებელი სამღვთოს ჯულის შესახებ და საეკლესიო ცხოვრების შესახებ. რომ მე ჩვენი ნათლებიც მივიყვანოთ უფალთან. აი ამდენად ის რაც სჭირს ჩვენ საზოგადოებას ნეულება, აი საფუძველს და ძირს სწორედ აქედან ღებულობს, რომ დასაწყისშივე მცდარია მიდგომა თვითონ ეკლესიური ცხოვრებისადმი, თვითონ საეკლესიო საიდუმლოებისადმი და იგი რაღაცნაირად წესისა და რიტუალისა და ტრადიციის დონეზე დაიყვანება და ჩვენ რაღაცნაირად ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ მესმის რომ ერმაც და ეკლესიამაც უდიდესი უმძიმესი ათეისტური პერიოდი გაიარა და მაშინ ნათლობა როგორც ასეთი რომ ვინმე სამის სურვილი ქონოდა ან მოძღვარს ნათლობა აღესრულებინა, ეს იყო უდიდესი გმირობის აქტი, ხომ? და მეთანხმებით ვინც მოესწრო ამას და უდიდესი შიშისა და რისკის ფასად და მაშინ თქვათ
ბუნებრივია, აი ფაქტიურად ცხოვრებას იდებდა რისკზე, შეიძლება ფიზიკურად და თქვათ განადგურება არა ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად საზოგადოებიდან ერთგვარი გარიყვის საფრთხე იდომის წინაშე და მაშინ არც შეიძლება ინფორმაცია და წიგნები და ეკლესია ამდენი და სასულიერო პირი არ იყო მოქმედი და ვთქვათ აი ინერციით იმ დროიდან რაღაცნაირად ესე მოდივართ, მაგრამ ეხლა უკვე დღევანდელობაში, როდესაც ყველა და ყველაფერი ღიაა და ეკლესიებიც ღიაა და ცოდნის წყაროსაც, ასე ვთქვათ, ადამიანს ეს არა აქვს დაბრკოლება არანაირი, მით უმეტეს ეხლა დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეკლესია და საზოგადოება ჩვენ ყველანი ერთად ამ ვითარებაში უკვე აღარ ვიყოთ კმაყოფილი მხოლოდ იმით, როგორც იყო წარსულში და უფრო მაღალი მოთხოვნილება და პასუხისმგებლობა დაიდოს, ესე იგი, ჩვენს წინაშე და ამიტომაც აი რაღაცნაირად არის ეს საკითხი გასააქტიურებული და გადასახედი და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანი მიდის მოძღვართან და განუცხადებს სურვილს ნათლობის ან ნათლიად დადგომისა, იქ მოხდეს აი ამ საკითხის, ასე ვთქვათ, დაყენება საყოველთაო, რომ მოდი, აბა რისთვის რა არის ქრისტიანობა, როგორ აპირებს შემდგომ გაგრძელებას, ვთქვათ, ქრისტესთან ცხოვრებას და ურთიერთობას და ასე შემდეგ და ეს პირიქით მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ძალზედ, ასე ვთქვათ, მოსაწონი და სასიხარულოც იქნება ადამიანისათვის, თუ კი ამ მხრივ ის რაიმე, ვთქვათ, ინფორმაციას მიიღებს და რაღაცნაირად შეემზადება, გაითავისებს ყოველ შემთხვევაში ეს. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს რაღაცნაირი დამაბკოლებელი ხანდახან ამის შიშიც არის, რომ ვიღაცას დრო არ აქვს, ვიღაცას ეჩქარება, ვიღაცას, ვთქვათ, რაღაც არ აინტერესებს არა, მე ვფიქრობ, რომ კარგ შემთხვევაში ეს ძალიან კარგ ნაყოფს გამოიღებს და აუცილებელიცაა და შემდგომ ალბათ აღარ იქნება საზოგადოებაში ის პრობლემები, რომ აი თქვათ ის მონათულია, მაგრამ არ შეესაბამება ახლა ბოლომდე ასე ვთქვათ წმინდა და შესაბამისი არავინ არ იქნება ამ უდიდესი მადლის ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ადამიანმა ნათლისღების შემდგომ ეკლესიური ცხოვრება უნდა გააგრძელოს და საიდუმლოებაში მონაწილეობა უნდა გააგრძელოს, ეს რა თქმა უნდა აუცილებელია და საყოველთაოა ყველასათვის. ძალიან დიდი მადლობა და მე უფრო მაცხოვრს ეხლა მაცხოვრი თვითონ ყველას ნათლი არის და არაფერ შეაჭირდებოდა ის, მაგრამ სამაგალითოდ რაღაცა დაინდაბლა თავი და ეს მაგალითი დაგვიტოვა. ამასთან დაკავშირებით ბევრი მაგალითი დაგვიტოვა და სიტყვაზე ბევრი რამ, მაგრამ ჩვენ რომელი ადამიანებიც ვართ აი სიტყვაზე თუნდაც აი ამ მაგალითს მივსდებთ, როგორც მაცხოვარი მოინათლა, ჩვენც ვინათლები და ასე შემდეგ. სხვა იმ მაგალითს არ მივსდებთ, რაც მან დაგვიტოვა. ამასთან დაკავშირებით რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ადამიანი ისე არის, რაც მოგწონს ისა ქრისტიანული იმაში აყვები, რაც შენ ცხოვრებას არ შეესაბამება ან გამხელს იმაში ვერ ყვები და ამ დროს თან ქრისტიანი ქვია და ქრისტიანობა გინდა. აი ამ შემთხვევაში მე უფრო ჩვენ რა უნდა ვქნათ თუ შეიძლება და თუ დაგვარიგებთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რაც გვაწყობს და რაც არის ჩვენთვის მისაღები, მარტო იქ ვართ ქრისტიანები და იმის იქ რაც არ გვაწყობს და რაღაცა გვავიწყდება და დიახ, მართალი ბრძანდებით გიორგი, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მოვირგოთ ქრისტე, ასე თქვას და ქრისტეს მცნებები და როგორ ჩვენ გვაწყობს, აი ესე ასე ვთქვათ, წარმართოთ ჩვენი ცხოვრება, მაგრამ უფალი ბრძანებს ახარებაში, რომ რომელსა უნდეს შემოდგომა ჩემ დამოსვლა, უარყავ თავითვისი, აღიღენ ჯვართვის და შემოგიდეგი ჩვენ. უფალმა იმდენი გააკეთა ჩვენთვის და იქამდე იმდენად დავიდა ჩვენამდე, რომ ეს წარმოუდგენელი ადამიანისთვის ღმერთმა ხორცი შეიესხა და უბრალო ვაგაში დაიბადა და ჩვენთან ერთად ცხოვრობდა დედამიწაზე და ჯვარზე ავიდა და სიკვდილი დაითვინა. ამაზე მეტი ღმერთმა რა უნდა გააკეთოს ადამიანისათვის? ყველაფერი გააკეთა მან. ჩვენ სამწუხაროდ ამისანაცვლოდ აი არაფერი არ გვინდა უფლისათვის და იგივე ჩვენი სულისათვის სამწუხაროდ გავაკეთოთ და რაღაცნაირად დღესაც ადამიანი ცდილობს, რომ აი როგორც მე მესიამოვნება თუ ისეთი იქნება ქრისტე, მაშინ კარგია ღმერთი, ასე ვთქვათ და თუ უფალი ვთქვათ მოითხოვს შეზღუდვას რა გაგებით, რომ ცოდვისაგან განშორებას, ნებების ალაგმას, აი აქ უკვე ადამიანს არჩევანი უდგება, რომ
ჩემი თავი, ჩემი ვნებები, ჩემი სიამოვნება თუ ღმერთი ქრისტე, მარადისობა, სული და სამწუხაროდ ადამიანი აკეთებს არჩევანს საკუთარი თავის სასარგებლოდ. მაგრამ რომ გააკეთოს ადამიანმა მართლა ესეთი ასე ვთქვათ წრფელი, სამწუხარო, მაგრამ აქაც გულწრფელი იყოს ადამიანი და დაარქვას ყველაფერს თავის სახელი. არა, აქაც ორპირია ადამიანი და ფარისეველია. ის ცხოვრება უნდა ისეთი, ოღონდ ქრისტეს სახით, მორწმუნის ასე ვთქვათ ნიღბით. აი ეს არის უბედურება, რომ ჩვენ ვცდილობთ შევაზავოთ კეთილი და ბოროტი. და ამ დროს სახე გქონდეს კეთილის. ეს ორ პირობა გაცილებით უფრო მძიმეა და გაცილებით უფრო საშინელია, ვიდრე ის რომ თქვათ ხო, არის ადამიანი და აი აქ ასე ვთქვათ აკეთებს ამ უბედურებას, მაგრამ ის რომ აი სახარებაში ვინ არის ყველაზე მეტად განკითხული და განსჯილი უფლის მიერ? ფარისევლები, რომლებიც ღმერთის სახელით და ვითომ რწმენის სახელით უსჯულოებას ჩადიოდნენ და აბკოლებდნენ ხალხს და ასე შემდეგ და ფაქტიურად ისინი გახდნენ პირველი მოწინააღმდეგეები და მდევნელები და ჯვარცმელები ქრისტესის. ამდენად ფარისევლობის სული, აი ორგულობის სული ეს ყველაზე დიდი ასე ვთქვათ უბედურებაა და ღვთის წინაშე ყველაზე ვთქვათ კაცრად განირჩება და დიდი ცოდვაა და ამიტომაც ადამიანმა უნდა ვთქვათ განიხილოს საკუთარი თავი. აი იოანე ნათლისმცემელიც ნათლისღების წინა, ნათლისღების შემდგომაც მისი ქადაგება უმთავრესი რა იყო? შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასופველიცად. თუ სინანული არ დაიბადა ადამიანში, მაშინ ნათლისღებასაც ფასი არ აქვს, იქ არც მარხვას ფასი არ აქვს, არც ლოცვას და არც რაიმე თქვათ ღმერთის სახელის სცენებას შეინანეთ, იმიტომ რომ ვერ შეიცნობს ადამიანი, ვერ მიუახლოვდება ღმერთს თუ საკუთარ თავში არ დაიბადა განცდა იმისა, რომ ის არის ცოდვილი და მართების გამოსწორება. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ თავს ასე იგი ფუთავთ, ვალამაზებთ და გვინდა რომ უფლის წინაშეც კარგები და სათნოები გამოვჩნდეთ ადამიანების წინაშეც, მაგრამ სინამდვილეში უფალი როგორც ბრძანებს სახარებაში გავხართო სამარესო, რომლის შიგნითაც არის სიმყრალე და ცოდვა და უშულოება და აი ეს დიდხანს ესე არ გაჩერდება და შემდგომ ეს ყველაფერი გადმოიღრება და იქნება ასე ვთქვათ უდიდესი ბოროტება და საშინელება და ამიტომაც შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასופველიცად ეს როგორც არასდროს ისე აქტუალურია და დღეს მით უმეტეს როდესაც აი არ ვიცით როდის რა ჟამი დადგება ვისთვის რამდენხანს გასტანს წუთი სოფელი ახლოსაა სასופველიო მოახლებულ არ სასופველიცად ამას ამბობდა იოანე ნათლისმცემელი და მაცხოვარი 20 საუკუნის წინ და 20 საუკუნე გავიდა და დღეს მით უმეტეს ამიტომაც ადამიანი სულ მზაობაში უნდა იყოს სულ ასე ვთქვათ საკუთარი თავის ყვედრებაში უნდა იყოს სულ იმის ფიქრში უნდა იყოს რომ მე რაიმეთი ხომ არ დავშორდი ღმერთს და სადა ვარ ამ შემთხვევაში რამდენად ერთგული ვარ მე იმ სიტყვების რაც მწამს გულში ყოველ შემთხვევაში რასაც მე ვაღიარებ აი ქრისტეს სახელის ტარება ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და ხომ არ ვარცხვენ ჩვენი მთავარი სახელი არის ქრისტიანი მე რქვია ყველას კონკრეტული სახელები და წარმოვიდგინეთ რომ აი ამხელა სახელი ამხელა პასუხისმგებლობას ატარებდე მაგრამ აბსოლუტურად შორს იყო მისგან და თავის მოტყუება ხომ გეგონოს რომ ღმერთი გწამს და თითქოს უფალს ემსახურებ მაგრამ გვახსოვს მხილება სახარებიდან ხო არა ყოველთაო რომელთა მრქვან უფალო ამინ გეტყვით თქვენო არა გიცნით თქვენ განმეშორენი ჩემგან ყოველი მოქმედი უშულოებისანი ხო უფალი ამხელს რომ მარტო ზედაპირულად და ზერელეთ სახელის ხსენება პირიქით ვინც ამაოდ ახსენოს უფლის სახელიო იმას ტვირთი და პასუხისმგებლობა ენიჭება პირიქით და ცოდვა არის ეს როდესაც ადამიანი ქრისტეს სახელს უფლის სახელს სათავისოდ იყენებს ასე ვთქვათ ხო მაცნებაშიც იგივე არის და ამიტომაც ჩვენ ძალიან დიდად გმართებს დაფიქრება ჩვენ ქრისტიანებს თითოეულ ჩვენთაგანს ერთსა და ბერს ყველას ერთად რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკუთარი თავი საკუთარი პასუხისმგებლობა
ღვთის წინაშე და ერის წინაშე და მომავლის წინაშე და იქ ძალიან ბევრ საგანგაშოს აღმოვაჩენთ ნამდვილად რომ ადამიანმა დაინახოს როგორც სარკეში დაინახავს საკუთარ თავს რა გაქვს გარეგანაც სხეულზე სახეზე და მალე ვეცდებით ამის ახოცვას და გაწმენდას ხო სხეული განებანება წყლით და სული განებანება სინანულით სინანულიც იგივე მეორე ნათლისღებაა და ამიტომაც ეკლესიის უფლის მოწოდება ყოველთვის ეს არის რომ შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასופველიცათა და ვერთმაინებოს რომ ჩვენ გულწრფელი ქრისტიანები ვიყოთ არა მოჩვენებით არამედ გულწრფელი ქრისტიანები ვიყოთ ვაღიაროთ ვიყოთ სოდვილები ვართ დავარქვათ სახელი მაგრამ ამაშიც გულწრფელი ვიყოთ ეს უფრო სათნო იქნება ღვთის წინაშე მონანული ავაზაკი მონანული მეძავი თქვათ მონანული მეზვერე ვიდრე წმინდა ფარისეველი ბჭყალებში ეს სიტყვა და ამპარტავანი თქვათ ჟულის მეცნიერი და ასე შემდეგ და ღმერთმა ინებოს რომ ჩვენ ეს გულწრფელობისა და სინანულის სული მოგვეცეს ღვთისაგან დიახ და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით ხშირად ტყუდებით ხოლმე ჩვენ და ეხლა ძალიან ისეთი კითხვა დამებადა თქვენი საუბრიდან გამომდინარე რომ ხშირად არის ხოლმე რომ თავს ვიტყუებთ ჩვენ რაღაცა ხიბლში ვართ ამ შემთხვევაში ხიბლში შეიძლება ყველა არის მაგრამ ჩვენ უფრო იქიდან გამომდინარე რომ ამ ყველაფერს გავექცეთ აი ეს როგორ უნდა შევატყოთ ჩვენ თავს როცა აი სიტყვაზე რაღაც ხდება და უნდა უთხრა შენ თავს მაგრამ არ ეუნები იმიტომ რომ გონია და ამ ყველაფერს ალამაზებ რა შენ აი რაღაცა ჭირის უფალი ხარ მაგრამ არა თავს აჯერებ რომ არა და თან ისე როგორ უნდა მოხდეს რომ ძალიან რაღაცა იმაში არ გადავიდეთ რომ შეიძლება სასწრაფოებიდან თავი მოვიკლათ ხო ანუ აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ მამები გვარიგებენ რომ ანუ იქამდე გაჯერებს რომ მიდი ჩაიდინე გაპატიებო და მე რო ჩაიდენო გეუნება აი არ გაპატიებსო და ისო ანუ ეშმაკეუნებაო ადამიანს რომ მიდი შენ ეხა ჩაიდინე არაუშავს ღმერთი მოწყალია გაპატიებს რაღაც სოდვას ჩაგადეინებს და მე რო ჩაიდენო იმის მერე სულ იმას გეუნება აი რა ჩაიდინე ღმერთი არ გაპატიებს აი ეს შუალედი როგორ უნდა დავიცვათ იმიტომ რომ აი იქნება გამომდინარე ხდება რომ ჩვენ მე ფარისევლობ და ყველაფერს ვიდენთ იმის გამო ადამიანებს სუსტები ვარ და გავექცეთ ამ ყველაფერს ადამიანსაც ხარო ის გამახსენა აი ამ შემთხვევაში რა ვქნათ მე უფე რას გვირჩევთ ჩვენ რომ ესეთ მდგომარეობაში ვართ ყველა სრულიად საქართველოს და რა ვიცი ყველა ის ადამიანი ვინც მართალი ბრძანდებით გიორგი ეშმაკს ორივე მხრიდან აქვს ხაფანგი დაგებული ადამიანისადმი აი მარჯვენა და მარცხენა დარტყმა თუ შეიძლება ასე ითქვას პირობითად ერთი მხრიდანაც ცდილობს ადამიანი ასე ვთქვათ ჩააგდოს საცდურში და როდესაც საცდურში მოიხელთებს შემდგომი აი ბოლო ლახვარი და მახვილი ეს არის სასოწარკვეთილება აი თქვენ მიგიხვდით ალბათ აი ეს კარგია რომ ადამიანმა კარგად გაიაზროს რა სად არის ზღვარი სინანულსა და სასწარკვეთილებას შორის ხო ერთიც მწუხარებას უკავშირდება ოღონდ იმედიან მწუხარებას ჯანსაღ გლოვას ნეტარიყვენ გლოვარენი გულითა მაცხოვარი ბრძანებს და მეორე არის უიმედო გლოვა აი მე მოვიყვან ორი მოციქულის მაგალითზე ამას პეტრე მოციქული და იუდა ერთმაც შესწოდა და მეორემაც შესწოდა პავლე მოციქული ცოდვილი იყო ავაზაკი ცოდვილი იყო და მათი შედეგიდან გამომდინარე ნაყოფიდან გამომდინარე ერთმა შეინანა ქრისტეს სასოებითა და იმედით და სთხოვა უფალს თავისი სამგზის უარყოფისანაცვლოდ პეტრე მოციქული მთელი ცხოვრება მას თვალზე ცრემლი არ შეშრობია მაგრამ იუდასაც რომ შეენანებინაო მამები ბრძანებენ ხო ბუნებრივია მასაც აპატიებდა უფალი ღალატს გაყიდვას ღმერთი ხომ ყოვლად მოწყალია მაგრამ იმის სანაცვლოდ რომ მას ღვთის წინაშე ეღიარებინა საკუთარი ცოდვა გავიდა თავისი პატიმოყარეობითა და ვერცხლის მოყარეობით მოხიბლულმა დააბნია ეს ვერცხლი და შიშთვილიბა ანუ სიცოცხლე დაისრულა თვითმკვლელობით ამიტომაც ითვლება თვითმკვლელობა სულიწმიდის გმობა და უდიდეს კრხელობა და უდიდეს ცოდვად უფალს არ სურს არც ერთი ადამიანის დაღუპვა გიორგი რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ის ღმერთი ყოვლად მოწყალია და უფლის სიყვარული ადამიანისადმი არასოდეს არ იცვლება რომ ადამიანი არ აძლევს ღმერთს საშუალებას რომ შევიდეს მის გულში შევიდეს მადლით და იქ
უფალმა ასე ვთქვათ გამოიყვანოს, გამოიხსნა სული ბოროტის ტყვეობისაგან. თუ ადამიანს გააჩნია თავისუფალება და თუ თავისუფალინებით არ უნდა უფლისკენ მოქცევა, ამას ვერავინ ვერ აიძულებს. და უფალიც არ არის ბუნებრივია მოძალადე ადამიანის თავისუფალნებაზე. ასე რომ აი ეს არის განსხვავება სასარგებლობასა და სინანულს შორის. სინანულს ახლავს განცდა საკუთარი ცოდვებისა და აღიარება, რომ ეს სუსტი ვარ, ცოდვილი ვარ და იმედი მაქვს, რომ უფალი მოწყალია და ღმერთი თავისი დიდი წყალობით შემინდობს აი ამ ცოდვას, ხოლო სასარგებლობას ახლავს პატიმოყვარეობა და უიმედობა. მაღალი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ან უიეს მე როგორ მომივიდა ასეთ კეთილშობილ ადამიანს, ეს მე როგორ შემეხო. შემდგომ უკვე ბოროტი მოქმედებს ესეთი ცრუ პატიმოყვარული სირცხვილის სახით, რა სიტყვის საზოგადოება, რა სიტყვის სხვა. და როგორც თქვენ ბრძანეთ, მე ღმერთი წარმოვიდგება როგორც მრისხანე მართმსაჯული, ისე როგორც მოეჩვენა ადამს. ცოდვის შედეგად რომ აი მორჩა ჩემი ცხოვრება ამით დასრულდა, ღმერთიც დავკარგე, მადლიც დავკარგე, აზრი აღარ აქვს არაფერს და ადამიანი უკვე მიდის უკვე თვითკვლობამდე. ამიტომაც, როდესაც ადამიანი შესწოდავს, იქვე არ უნდა გადადოს. უნდა აღიაროს უფლის წინაშე, ცოდე მამაო, ცალმიმართა წინაშე შენსა გავიხსენოთ უწყები შვილის სიგავე. რაც უფრო დიდი დრო გადის ცოდვიდან სინანულამდე მით ძნელია მე მოგცევა, იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია ჩვევისკენ. სამწუხაროდ დიახ, ეგუება და ცუდი უფრო ადვილად ხელეწიფება ადამიანს. სამწუხაროდ ცუდისკენ მიდრეკილია და ჩვენი სხეულიც და ჩვენი მნებებიც ადვილად იკრავს, ასე ვთქვათ, აი ამ ცოდვებს. ამიტომაც უსწრაფესად არის საჭირო თქვათ იგივე როგორ ფიზიკური სნეულება რომ შეემთხვეს ადამიანს თქვათ რაღაც ჭრილობა თუ კი დროზე უმკურნალებ ადვილია როგორც ექიმისათვის ისევე დაზარალებულისათვის სნეულისათვის ამ ჭრილობის მორჩენა და მოშუშება მაგრამ რას რო გადის შეიძლება ძალიან დიდი და სავალალო შედეგი მიიღოს ამიტომაც უფალი მოგვიწოდებს ისევ და ისევ რომ შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასופველი ცათა და მართლაც ახლოსაა ნებისმიერ ადამიანთან ისე ახლოს არის განსაცდელი ისე ახლოსაა გიორგი ტრაგედია მით უმეტეს აი დღევანდელ ცხოვრებაში დღე არ გავა ალბათ რომ რაიმე ტრაგიკული ასე იგი ამბავი არ გავიგოთ ხო აქვე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით თუ ნებას მომცენ და დღეს აი ტაძრიდან გაასვენეს ის ფაქტიურად უდანაშაულოდ ტრაგიკულად მოწყვეტილი ოჯახი გაზის აფეთქების შედეგად თბილისში და გამოთქვამთ სამძიმარსინან მთელი ეკლესია მთელი ერი გლოვის დღე იყო გამოცხადებული და მოიხსენიეთ ტაძრებში და შევთხოვთ უფალს რომ ნათელში დაამკვიდროს მათი სულები იმის თქმა მინდოდა რომ აი ესეთი ადვილად მოწყვლადია როგორც ბალახი და ყვავილი და ესე წარმოვალია და ამიტომაც შეგვაგონებენ წმინდა მომები რომ დღე არ უნდა დასრულდეს ისე არ უნდა დაიძინოს ადამიანმა რომ არ შეინანოს აი ხატის წინ თუნდაც თუ ტაძარში ვერ მოახერხებს საკუთარ თავში უფლის წინაშე მუხლი არ მოიდრიკოს და შენდობა არ ითხოვოს გამვლილი დღისათვის გამვლილი საათებისათვის ან შენდობა არ თხოვოს სხვა ადამიანს რომელსაც აწყენინა რომელსაც რაიმე ტკივილი მიაყენა ხო აი აქედან იწყება ურთიერთსიყვარულიდან ურთიერთშენდობიდან იწყება ფაქტიურად ჩვენი ბედნიერება ჩვენი სიხარული რატო არა გვაქვს სიხარული და რატო ვერ მაინტერესებდა მართლა მაიგონდა დამესვა დიახ გიორგი იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად აი ამ პატიმოყვარეობის გამო ვერ ვიხსნებით ერთმანეთს აი მხოლოდ საკუთარ თავზე დამყარებული მე ჩაიკეტა მე აი ქართველი ადამიანთან ბოდიშვიხდი რომ ისა კითხვით მინდა რომ რაღაცა შემოვიდეთ რომ უფრო განვაცოთ ეს თემა რომ რატომ ჩაიკეტა აი ქართველი ძალიან ბევრი არის რომ აი მეუნება ხოლმე რომ მე მინდა რომ ვიყო ისეთი მაგრამ ეს ხალხი ვერ გამიგებენ მე მინდა რომ გავაკეთო სიკეთე მაგრამ წინა ვერ დამინახა ასე შემდეგ და ანუ ეს ხო ბოროტისგან არის გვატყუებს რომ ცუდები ვიყოთ ან ჩვენიც არ მივცეთ გასაქანი მაგრამ ამ შემთხვევაში რატო ჩაიკეტა საქართველოსთან ეს ადამიანები რომლებიც მართლა სიყვარულისთვის დავიბადეს აი მეტი არაფერს არ დაბადებულა ქართველი ადამიანი სუფრა ის და ერთმანეთზე ჩახუტება და ყველაფერი მაგიტომ მოვიგონეთ რომ ერთმანეთს მოვკვდეთ
ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კვდებოდით, დღეს ვართ ერთმანეთის მკვლელები, შეიძლება ისე ითქვას, იმიტომ რომ დღეს ერთმანეთზე შურის, ბოღმის და ცუდის გარდა ვერაფერს ვერ იმაშვებით, იმიტომ რომ ტელევიზიებიდან მოყოლებული ყველგან ის ტრიალებს, რაც სხვა ადამიანს ჭირდება და რა ტრიალებს, ბოღმა, შური, ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ამ წინაარჩევნებმაც ანახა, რა ხაზით მოვიდნენ, ან რა ხაზით წააგეს და რაღაცა სულ ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, მე ვფიქრობ, რომ მათაც არ უნდა დაემსგავსო თან და თან კიდე საშუალებაც არ გაქვს, უბრალოდ ამ ადამიანებში ტრიალებ, ვერ გაიქცევი ამ ყველაფერს, ხო? რაღაცნაირად ის არ ვარ რაღაც გამორჩეული და შეიძლება შენც გახდე ხვალ ისეთი, ხო? აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ, მე ვფიქრობ, რომ აი ამ ყველაფერს გავიქცეთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი ქალაქშიც რომ დადიხართ, ეხლა თქვენ შეიძლება ისე ხშირად არ გიწევთ ხოლმე სულ მონასტრებში ვინაიდან ბრძანდებით, ხო? აი სიგნალზე იმაზე შეატყობ, რომ აი ბოღმა, ბოროტი ადამიანებით გაივსო საქართველო. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცალოს ეს ბოროტი ადამიანები შემდეგ ხო აი ეს ადამიანები არიან ხო არ ვამბობ რომ აი 80% მართლმადიდებელი ხართ და მრევლი ხართო თუ 90 სიტყვაზე ხო მე მოდიან იქითკენ და ვიღაცისათვის ქრისტიანები არიან ხო და ვიღაცას გეტყვის რომ აგერ აი შენმა ქრისტიანმა ნახე როგორ იქცევა აი ამ შემთხვევაში ჩვენთვის კი არ არიან ეგენი არ იქცევიან სამაგალითოდ მაგრამ სიტყვაზე ვიღაცისათვის შორიდან გადმოსახედიდან რავი ჯვრები ხატები უკიდია და შეიძლება ისეთი რაღაცა გიქნან პატარაზე რომ დაატორნუზო აქ ქალაქში ეგრე ხდება ან რაღაცა ერთი ადამიანი არ არის ისეთი აი მიუხედავად იმისა რომ ჩვენი რელიგია არის ძალიან შემდობი და რაღაცა რომ რამე გაპატიოს აი ამ ხელა მის ხალხს არ გაპატიებენ საქართველოს აი უბრალოდ ამდენი მკვლელობა და ისინი ტყილა კი არ ხდება არ პატიობენ არავინ არავის არაფერს ჩვენ ქრისტიანებთან მჭყალებში ესე ვიტყვი ბოდიშ გიხდით და რატო დავკარგეთ ეს ყველაფერი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით თქვენგან ძალიან მინდა რომ ისაუბროთ ამ თემაზე იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა ეს არის ჩვენი უყურადღებობა ერთმანეთის მიმართ ქვეყანა ჩვენი ხალხი საბედნიეროდ არაერთი კარგი თვისებით ვართ დაჯილდოებული ეს ჩვენმა წარსულმა ჩვენმა ისტორიამ ეს ყველაფერი დაადასტურა და ეს მხოლოდ მითები არ არის მართლა გასაოცარი სათნოებები და გმირობანი არის აღწერილი და ეს ჩვენს სისხლში და გენში დევს. ალბათ აქ არის დიდი შური ბოროტისა ჩადებული რომ ეხლა უნდა სატანას რომ აი ეს დიდი სათნოება წაართვას აი ამ ერს ღვთისმოყვარე ერს შურს ბოროტის ერთ-ერთი თქვათ სახელწოდება არის ცილისწამებელი მოშურნე შურს შურს კეთილშობილი ადამიანის ამიტომაც აი ყველანაირად ცდილობს რომ ეს სათნოება რაც ადამიანს ღმერთთან აახლოებს იგი წაართვას ეხლა ჩვენ არ უნდა გადავაბრალოთ ყველაფერი სწორედ აი ამ მესამე ძალას ჩვენც უწყობთ ხელს ამავე დროს არ უნდა გადავაბრალოთ პასუხისმგებლობა რაღაცნაირად ესე ჩვენს გარეთ არსებულ მდგომარეობას აი ვითარება ესეთი ცხოვრება მძიმე ესმის თქვათ განსაცდელებია გაჭირება ეკონომიურიც და ასე შემდეგ მაგრამ მარტო ის რომ ადამიანმა თავის გარეთ გააკეთოს გადაიტანოს აქცენტი ეს იქნება ყველაზე უარესი გამოსავალი ვინ ქმნის ამ მდგომარეობას ჩვენ ქმნით ვინ ჩვენ ყველანი ერთად ერი და ბერი საზოგადოება ყველანი აი როგორ ვითარებასაც შექმნი ერთი ადამიანი შენს ირგვლივ დაუშვათ ოჯახში ხო ისე იქნება შენს ირგვლივ ვითარება ყველამ რო იფიქროს აი საკუთარი სივრცე ერთგვარი ხო ყველა ადამიანს გააჩნია და აი ამ თქვათ ჩვენი ინდივიდუალური თქვათ სივრცეებით ვადგენთ საერთო ლანდშაფტს ხო საერთო საზოგადოებას იქ რომ ყველამ უთხრა საკუთარ თავს აი დილიდან საღამომდე მე რაცა დადებითი ღიმილი თუნდაც ერთი გაკეთებული სიკეთე სიტყვიერი მატერიალური სულიერი თუ ასე შემდეგ ეს იქნება უდიდესი პოზიტივი უდიდესი შენატანი საერთო ვითარების გაჯანსაღებაში აი ყველამ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან ხომ აი ქართველი ადამიანი ზოგადად ადამიანს რო შეხვდება რითი იწყებს სალამით მისალმებით ხო გამარჯვებით დალოცვით ღმერთის ხსენებით ქრისტიანები ესალმებოდნენ ჩვენთან არის ღმერთი ან ებრაელები ერთმანეთს სიხარულს უსურვებდნენ ხო ყველა ერთ თავისი გამოხატვის ფორმა ქონდა მისალმების გიხაროდნენ ღვთისმშობლოს რო გაყავდა ეს ყველაფერი ხო და გაყავდა და ეს უნდა თუ არ დავიბრუნეთ ახლა ჩვენ სასწაულით არაფერი არ მოხდება. აი უწმინდესი ხშირად ბრძანებს რომ თქვენ უნდა იყოთ מחარებლებიო.
გასაოცარი არ არის ეს სიტყვები מחარებლები, ვიცით, ვინც მზანდებიან მოციქულები, მაგრამ ყველა ადამიანი მოციქული საქმის გამგზელებელი უნდა იყოს. რა უნდა ვახაროთ ერთმანეთს, ხო? უნდა ვახაროთ ღმერთი, უნდა ვახაროთ იმედი, უნდა ვახაროთ ნუგეში. აი მოტირალი ადამიანი წუხარია მიცვლებული ხომ ვიცით ქართლა ჭირსა და ტკივილის გაზიარება მარტო სიხარულის არა ვიღაცა სიხარული რომ აქვს მეზობელს იმისი გაზიარებაც უდიდესი საქმეა და ტკივილის გაზიარებაც არა ამის გარეშე შეუძლებელია გიორგი ეს თუ ჩვენ არ ამოვიღეთ ჩვენი საუნჯიდან ჩვენ გვაქვს ახლის მოგონება რომ მჭირდებოდეს კიდევ კი არაფრის გამოგონება არ მჭირდება ახალი ველოსიპედი რატომ მივაწევთ ეს ჩვევა ამდენი მარტო აი ბოდიში მიხდით მე უფრო რატომ გეკითხებით ისეთ მაპატიეთ რა აი საქართველოში ამდენი მარტოდ მიტოვებული ადამიანი არ უნდა იყოს იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე რომლებსაც აი ერთმანეთისთვის ვითომ ყვდებით და ვითომ აი ერთმანეთს ვიყოთ აი ამდენი იცით რამდენი მარტო ხელა ადამიანი მარტო ჩვენ გვიყურებს ახლა და რამდენი უბრალოდ თან მე გეუბნები თქვენ რას იცით რომ განა ფიზიკურად რომ მარტოა შეიძლება ოჯახში ცხოვრობდეს 30 კაცი 20 კაცი მაგრამ იქ იყო და მარტო გრძნობდეს შენ თავს ძაღლიც არ იყო აი შეიძლება იყო და ძაღლს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ ვიდრე შენ აი ეს ადამიანები იქ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება იმ ოჯახის წევრები დადიოდნენ ყოველ კვირა ეკლესიაში აი ამ გადაცემას ისმენდნენ თქვენთან მოდიოდნენ წირვაზე მაგრამ შემდეგ მიდიოდნენ და იქ ერთ-ერთი ადამიანი ყავდეთ ბებია იქნება ეს ძმა დედა თუ ვიღაცა ხო რომელსაც შეიძლება ძაღლათაც არ აკდებდნენ ესეთი უამრავი წერილი მეც მომდის და თან ბევრი ადამიანი არის ესე დაჩაგრული აი ამ შემთხვევაში თუ შეიძლება რომ აი ხო იცი თქვენც ხო გსმენიათ ალბათ რა მარტო ხელა შეიძლება ფიზიკურად იყო რაღაცა მაგრამ აი ესეთი შემთხვევებმა იმატა დღეს ეს ასენშას რომ ეხა ის ოჯახის წევს რო არ აქცევს ყურადღებას მეც ყოფილა ეგეც სახში მოხვედრილოა რომ ვიღაცა მინახავსო საერთოდ იქითკენ არის თამაშ გარეთ საერთოდ მთელი ოჯახი მოძრაობს და იქითკენ ვიღაცა ზის და შეიმჩნევია ხოლმე და მომრიდოდა შემდეგ მე ესეთ ოჯახებში აღარ მივდივარ მეოჯე იმიტომ რომ ის თუ თავის ოჯახის წევს არ აქცევს ყურადღებას მე მათთან ორი მეგობრს იმიტომ რომ ხვალ მე არ მომაქცევს ყურადღებას ხო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება გადაგყვეს შენ მაგრამ უყურებ თავისიანს როგორ ექცევა და მე შე რო ვერ გამოგადგება ხო იცი ხო აი ამ შემთხვევაში ეს ადამიანები იმიტომ რომ ადრე ესე იყო რომ ერთი ადამიანიც რო ყოფილიყო მე უფრო გარდაცვლილი მთელი ქალაქი მიდიოდა დღეს ვიღაცალია სხვისი გარდაცვლილისათვის კი არა ცოცხლისთვის ვერ იცლიან სხვისი და აი ამ შემთხვევაში არ ვიცი მე ხარ აი როგორ უნდა დაუმახინჯებული ყავით რომ ადრე ჩვენ ესეთი ყურადღებიანი ადამიანები აი ესეთები გავხდით ესე იგი სადღაც იყო ხო ჩვენში ეს ის და წამოიწია ხო ამ ცოდვამ თუ უყურადღებობამ თუ რაც არის ხო აი გეხოცებით ამ ადამიანებს რა შეიძლება ურჩიოთ იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში იმიტომ ვართ უხასიათო და ცუდად რომ აი ეს ცოდვა მოგვეკითხება მე რომ მოვდივარ და რაღაცა ვიღაცას ესე ტყელ-ტყელი სიტყვებით შეიძლება რაღაცა უთხრა და იმას ვქნა ხო შეიძლება ჩემს გვერდზე ვიღაცა კვდება და ვერ შევამჩნიო აი ეს გჭირს ჩვენ რომ გვერდზე ვიღაცა უკვდება და იმას ვერ ამჩნევენ და ვიღაცებს აქებენ ადიდებენ და ასე შემდეგ ბოდიში ვიხდი ცოტა გამიგზავნა მაგრამ ერთიანად მინდა რომ აი ეს თემა რომ ხო ხდები ჩემო გეშველოთ და თან კიდე რომ განვაცოთ რა ეს კი ეს უბრალოდ იცით რა არის რომ ყველანი ერთ ქვაბში ვიხარშებით ასე თქვა ყველა ერთ ვითარებაში ვარ და გამოსავალს გარეთ ვეძებ სხვაგან ვეძებ არა და ხსნა აი ჩემი ბედნიერების გასაღები არის შენდამი სიხარულის მონიჭებაში ადამიანსო ბედნიერება ენიჭებაო სხვისი ბედნიერების გაზიარების ცდილობაშიო აი ეს პროცესია როდესაც შენ სხვას ახარებ ამ დროს შენ თავად ბედნიერდებ ეს საოცარი სიტყვები აქვს პავლე მოციქულს ურთიერთას სიმძიმე იტვირთე და ესრეთ აღასრულეთ ჯულიგი ქრისტეს ჩვენ რაღაცაირად მივიჩნევთ რომ ქრისტეს ჯულის აღსრულება არის მხოლოდ თეორია ხოლო რაღაცა თქვათ ესეთი მაღალფარდოვანი სიტყვებია რაღაცა წესებისა და დოგმების შესრულება ეს არის პრაქტიკა ცოცხალი ცხოვრება და თითოეული ქრისტე ჩემთვის უნდა იწყებოდეს თითოეული ადამიანით სხვა ადამიანით არა საკუთარი თავით საკუთარი მეტი არვეთ ნებისმიერი ადამიანი თუ მიგავიც არის ახარებაში სამარიტელის მოყვასი ის გამოჩნდა, ვისაც იგი არ ელოდებოდა იმ წუთში, ვისგანაც არ იყო მოლოდინი სიკეთის, ამიტომ რომ ყველა ადამიანი მოყვასი უნდა იყოს და აი თქვათ აი წარმოვიდგინოთ აი ესეთი შემთხვევა. რაღაცაირად ადამიანი დამწუხრებულია საკუთარი თავით, საკუთარი განსაცდელით და მიდის და ქუჩაში ხედავს სხვა მასზე უფრო გაჭირებულს. ამ დროს თუ კი ადამიანი დაივიწყებს საკუთარ
თავს საკუთარ პრობლემას, საკუთარ მწუხარებას, დაივიწყებს როგორ იმ მომენტში, როდესაც დაინახა, რომ სხვას ტკივა და მას გაუზიარებს, რაიმე შეწევნას მისცემს, თავისი მოეხსნება. თავისი მოეხსნება როგორ ნუგეში მადლი გადმოვა და შეუმსუბუქდება, თორე შეიძლება მას ბევრი ფიზიკურად არაფერი მოემატოს ამით, მაგრამ ისეთი სიხარული გადმოვა, ეს არის სულიერი პროცესი, ეს არის უდიდესი საიდუმლოება. აქ თავად ადამიანიც ვერ ახსნის ამას, რა მოხდა ამ დროს. ჩვენ გამოგვიცდია, ალბათ თქვენს გამოგვიცდიათ ესეთი საბედნიერო შემთხვევები ცხოვრებაში, რომ დავხმარები ვარ სხვა ადამიანს და იმ დროს ესეთი სიხარული გვიგზვია, რომ ვიფიქრეთ, აი რა მოხდა ამ წუთში, ხო? მე ხომ იგივე მე ვარ. ჩემს ცხოვრებაში თითქოს არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ აი უფალმა აიღო. როდესაც ჩვენ ვიღებთ სხვის ტვირთს, ამ დროს უფალი იღებს, ღმერთი იტვირთავს ჩვენს ტვირთსაც. ამიტომაც აი ქრისტიანობა სწორედ აი აქედან იწყება, აი ურთიერთ ტვირთის სიხარულის გაზიარებით და ამ დროს ჩვენი გული ივსება. გამცემისო გულია სამსეო და მიმღებისო ხელიო, ნათქვამია და ამიტომაც თუ გვინდა რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ, აი ბედნიერებას ხომ ვეძებთ. ვის არ უნდა ბედნიერება? აი დილით გავიდეთ, თუნდაც შეგნებულად, ხო? თქვა და აი ადამიანმა რაღაცა მიზანი დაისახა, არა ისე რომ შენ თქვევით შეხვდა ვინმე. აი როდ გამოვედი და ფეხით გავიარე ქუჩაში და რაღაცაირად გულში ვთქვი, აი უფალო ნეტა ვინმეს დააჭირვე, იქნებ რაღაცნაირად რაც შემიძლია, ისეთი გამომიჩინე. ამას დიდი ძიება არ ჭირდება საუბედუროდ ბევრგან არის ასე ვთქვათ ადამიანი, რომელიც ამათ იმ სახით შეწევნას ითხოვს, ხო? და თუ კი ადამიანი გულით ამას ითხოვს, რომ მას მოყვას ეს სიხარული და დახმარება სწადია, უფალი უდიდეს შესაძლებლობას, უდიდეს ძალას, უდიდეს სიხარულს მისცემს და აი ეს ადამიანი დილიდან საღამომდე იქნება ბედნიერი ამით. ამას თვითონ კი არ მიიწერს ბუნებრივია საკუთარ თავზე, რომ რა კარგი ვარ, სიკეთე გავიკეთე, არამედ ბუნებრივად. სრულიად აი ჩვეულებრივად ადამიანი თავად იქნება, ასე ვთქვათ, განწყობილი იქეთკენ, რომ საკუთარი შესაძლებლობა, საკუთარი სიხარული გაუნაწილოს სხვას. ამ დროს ჩვენ ვიმუხტებით. ეს არ არის მხოლოდ ესეთი ვთქვათ უბრალო სიტყვები, აი თუ კი გამოვცდით ამას რეალურ ცხოვრებაში, ამაში ნამდვილად დავრწმუნდებით ჩვენ და აი რომ არის ყველა ამ ბედნიერების ძიებაში, რომ მე რატო არა ვარ ბედნიერი, რატომ არ მოგწოდებს, რატომ არ აქვს სიხარული, სულწუხარება. იმიტომ რომ არ გავცემთ, არ უნაწილებთ სხვას, არ გავცემთ ნუგეშს და ყველა ელოდება სხვისგან. აი ეს არის ჩვენი უბედურება, გიორგი, რომ არა, იქიდან წამოვიდეს, გარედან წამოვიდეს ჩემსკენ. მე ვიყო სამყაროს ცენტრი და ეს სხვები მომემსახურონ. სხვებმა აიღონ ჩემი ტვირთი. პირიქით, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ ვექტორს, სულიერ ვექტორს მივმართავთ შიგნიდან გარეთ და არა პირიქით მოვითხოვთ გარედან შიგნით, აი წარმოვიდგინეთ ყველა საზოგადოების თითოეულმა წევრმა იმოძრაოს გარედან შიგნით. მედან შენისკენ. აი ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე ერთიანი და ბედნიერი და დალოცვილი ასე ვთქვათ საზოგადოება და სამსო ქრისტესი და ეხლა სამწუხაროდ რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ყველა თავისკენ ითრევს, ასე ვთქვათ და ღმერთიდან თავისთვის უნდა უფალს თხოვს დაჟინებით რაღაცნაირად და სულ ამ თხოვნაშია, რომ აი მომეცი ადამიანს თხოვს მომეცი, საზოგადოებას, ხელისუფლებას, ეკლესიას და ყველა ესე ვართ, რომ აი ვერ კმაყოფილდება, რაღაცა დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილების ბიოლოგიურ მანქანად გადაიქცა ადამიანი და ამიტომაც უვითარდება მე ეგოიზმი, ამიტომაც არის სულ უკმაყოფილება, სულ დრტვინა, სულ შფოთი, ადამიანი ვერ ივსება, შეუძლებელია რამდენიც არ უნდა ჭამოს და მოითხოვოს ადამიანმა, განაცხადოს, რომ ის საკმარისია და კმაყოფილია და ამიტომაც არის სულ ეშფოთი, სულ ყველა უკმაყოფილოა. არადა კეთილშობილი ადამიანი მცირედითაც კმაყოფილია, აი ორი ლუკმა აქვს, რომ ღარიბია გაჭირებულია, მადლობა ღმერთო, მადლობა ალალი და პატიოსანი იყოს და მშიერი არ ვიყო და საკმარისია პირიქით სხვას დაეხმარება, მაგრამ აი გაუძღომელი ადამიანი მილიონის რო კონდეს, ალბათ მაინც უკმაყოფილოა.
მაინც სულ ვიღაცაზე ბრაზდება, სულ სპორტშია, სულ განსაცდელშია და ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვისწავლოთ შიგნიდან გარეთ მოძრაობა, ასე ვთქვათ, გახსნა, განაწილება, გათავისება სვეტკივილისა და სიხარულისა და აი ეს არის ალბათ გამოსავალი. ეხლა უღრმესი მადლობა მეუფე ესეთ ლამაზი საუბრისათვის, ესეთი ახსნისათვის. ჩვენ და საბედნიეროდ კიდე გვაქვს წინ 1 საათი. ეხლა სარეკლამო ჭრა იქნება ცოტა ხნით და შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდებით ისევ, შემდეგ არ გადართოთ, შეგიძლიათ სარეკლამო ჭრაზე პატრაზე გადართოთ, მაგრამ შემდეგ თან სარეკლამო ჭრაში ჩემი გაკეთებული კლიპი იქნება პატრიარქ ზეროარის და ისიც აუცილებლად მოისმინე და შემდეგ აუცილებლად გადმორთეთ და აი ამიტომაც მიხარია და ამიტომაც აი მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს იმისათვის, რომ სოფლიოში პრეცედენტი არ არის იმისა, რომ ესე სასულიერო პირი მართლმადიდებელი თან და ნებისმიერი სხვა ხო არსად არ ხდება, რომ ესე 2 საათით იყო სასულიერო პირი და საუბრობდეს და აი ამიტომ მიხარია, რომ ეს გადაცემა არსებობს და ამის საშუალება რო გვეძლევა და თუ საჭირო იქნება 2 საათიც იქნება 3 საათი და მეტიც, ოღონდ გეხვეწებით, აი თქვენ მეუფე რასაც საუბრობს, ყურად იღეთ, გთხოვთ და აუცილებლად ჩვენც აღარ მოვიწყენთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საჭირო ბოროტო საკითხი წამოწია, ისეთი რომელიც გამოც ჩვენ სადღაც დარდობთ და შეიძლება ეხა ყურად არ ვიღოთ და შემდეგ კიდე ჩვენ ისე ვიდარდოთ იგივე საკითხზე, ამ დროს ვიცით ეს ყველაფერი და მოვისმინეთ აქ. გეხვეწებით აუცილებლად კიდევ ერთხელ მოისმინეთ ხოლმე ეს გადაცემები. ხშირად შეგიძლიათ ფონდი ერთობა ესეთი მოიწონო და იქ იდება ეს გადაცემები აუცილებლად და მადლობა თქვენ რომ ხართ ჩვენთან და გვიყურებთ ამდენ ხანს, გვადევნეთ თვალყურს და ზუსტად 5 წუთში დაგიბრუნდებით და აუცილებლად გვიყურეთ მეორე უფრო ისა ბევრად საინტერესო და მეტ კითხვას დავსვავ, შევეცდები. ყოველ შემთხვევაში აი ესე დაუბრუნდი და მეუფემ დაგვდო პატივი და აი მეორე საათი ჩვენთან ერთად არის, რაც ძალიან მახარებს და ძალიან ახარებს და ალამაზებს ჩემს გადაცემებს და რაც უფრო მეტი მოხვალთ და მე გვეწევით ხოლმე აქედან აი დიდი სიამოვნებით ყველას დაგითმობთ ეთერს ამდე საათსაც არ უნდა გინდოდეთ აუცილებლად თქვენთვის იქნება ყოველთვის ეს გადაცემა და მეუფე თუ შეიძლება რაღაც ისეთ ადგილას შეჩერდა და სარეკლამო პაუზა იყო ანუ ზღვარი სად არის? ანუ სიკეთესა და ბოროტებას შორის, იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები კარგავენ შემდეგ იმ თავის გაკეთებულ სიკეთეს, იმიტომ რომ სუნანობენ. აი ეს ვერ გამოასწორა ადამიანმა, აი სულ რომ შვილი გაზარდო, სადღაც შეიძლება როდესღაც ინანო. ბოროტმა ისეთი მდგომარეობა შეგიქმნას, რომ აი ხო არ უნდა ინანო შვილი, მაგრამ რაღაცა მაინც შვილსაც შეიძლება დააყვედრო, ინანო და ეს ანანებელი გაგიხადოს, იმიტომ რომ სიკეთე მაინც ხო ჩვენ გვეთვლება რაღაცაში და ამას თუ დავკარგავთ, მაშინ ფუჭი ხარჯვაა, ხო იმ დროის, ხო? აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, რომ სანანებელი უხდება ძირითადად საქართველოში მყოფ ადამიანს სიკეთე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე მაინც გამოიხედები და სიკეთეს როცა ვეღარ აკეთებ, ხვდები რომ მარტო ხარ. საერთოდ და უიმე თურმე მარტო ამისთვის ჭირდებოდით. ან როგორ არ უნდა შევწყვიტო და სულ მუდმივად ან ვისაც არ აქვს საშუალება იმისა, რომ ვიღაცას გაუკეთოს რაღაც სიკეთე, რით შეიძლება რომ შეავსოს ეს ის. ან ფიქრით, ან რაღაც აი რამდენაირი სახის არის ეს სიკეთე თუ შეიძლება ვინაიდან ესეთი მიმართულება მივეცით, აი მას ჩაგეკითხები თუ შეიძლება. სიკეთეს გიორგი არ შეიძლება კონდეს საზღვარი. მოდი საზღვარი დაუდოთ ბოროტებას. სამწუხაროდ ზოგჯერ ისე ხდება, რომ რაღაცნაირად გვეჩვენება თითქოს ჩვენს ირგვლივ, რომ აი ბოროტებას დასასრული არ აქვს და თითქოს უნდა წალეკოს ყველა და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი მეფობს. თუნდაც ამ რთულ სამყაროში, აი ამ რთულ ცხოვრებაში უფალი რომ არ ზრუნავდეს, ღმერთი რომ არ განაგებდეს, ალბათ არც ერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა და აქამდე დაესმებოდა წუთისოფას წერტილი და ამიტომაც უდიდესი იმედით უნდა აღივსოს ადამიანი უპირველეს ყოვლისა უფლის კაცმოყვარე ღმერთის და ადამიანის იმედითაც. იცით, ღმერთი ადამიანის ხელით მოქმედებს ხშირ შემთხვევაში. ჩვენ ხანდახან არ ველოდებით ისეთი ადამიანისგან შეიძლება მივიღოთ სიკეთე და ასეთ დროს განსაკუთრებულად დაფიქრდება ადამიანი ეს რა იყო, აი უფლის ღვთისგან არისო თუ არა ღმერთი, აი ასეთი ფაქტებით ადამიანი ღვთის რეალურ არსებობას ირწმუნებს ხოლმე და ეს კარგია, აი რამ გამოიწვია ეს და ესეთი
თვისება და ბუნებრივი კანონი მოქმედებს, რომ აი სამყაროში სიკეთე არასოდეს არ იკარგება. ეს ჩვენი ურწმუნოების შედეგია და სულმოკლეობის შედეგია, როდესაც ვიტყვით, რომ აი ჩემი სიკეთე დაიკარგა და ჩემი სიკეთე არ გამოჩნდა. სადაც მისატანი იყო და დასანახი იყო, იქ ყველაფერი დანახულია, რამე თუ ღმერთს არაფერი გამოეპარება და მთელი სამყარო მის წინ არის ხელისგულივით, ასე რომ ნუ გვექნება სიკეთე იქნება დანახული ნამდვილად. დიახ, რა თქმა უნდა და ნუ გვექნება იმის სულმოკლეობა, რომ აი ჩემი დაიკარგა, როგორ შეიძლება ის დაიკარგოს, სამყაროში არ იკარგება. ის აი მონაცვლეობს ერთი ადამიანიდან მეორეში გადადის, მეორედან მესამეში და რაღაცნაირად აი ესეთი ფიზიკური კანონივით ის უკან გიბრუნდება. სად და როდის ეს ადამიანმა ზუსტად არ იცის. აი სადაც არ ველოდებით ალბათ იქ. აი პატარა მაგალითი შემიძლია მოგითხროთ მაკარი მეგვიპტელის ცხოვრებიდან სულ პატარა ელემენტარული ცხოვრებისეული, მაგრამ აი რა ძალა აქვს სიკეთეს და როგორ ასე ვთქვათ დასასრული არ აქვს მას. ამ უდიდეს წმინდა მამას ერთ-ერთმა მომლოცველმა ყურძენი მიართვა. არაფერი თითქოს განსაკუთრებული. ძალიან მაგარი. ყურძნის მტევანი. აი იმდენად სათნოებაში იყვნენ ეს წმინდა მამები ერთმანეთის მიმართ უდიდეს სიყვარული ჰქონდათ, რომ წინამძღვარმა იფიქრა, რომ მე როგორ შევჭამო ეს ერთი მტევანი ყურძენიო და ჩემ ძმას გაეხარდებაო და გაატანა მორჩილს მეორე ბერთან. იმანაც ისიც იგივე სათნოებით იყო ახსავს, ანუ ერთმანეთი იმდენად უყვარდათ, რომ ყველაფერი ემეტებოდათ სხვისთვის. არც ერთი მტევანი მარცვალი არ მოაკლო, გაატანა მესამესთან. ესე მოიარა მთელი მონასტერი, იქ უამრავი ბერი ცხოვრობდა და ისე მთელი ყურძენი გიორგი ვიდა წინამძღვარს და ღმერთი ადიდა ღირსმა მაკარმა, რომ აი ესეთი ძმობა ყავდა მას. აი ეს არის სათნოება, როდესაც შენთვის არ გემეტება, იცით? რაღაცა ვთქვათ საუნჯე მატერიალური იქნება და სულიერი იქნება და პირველ რიგში ამას ფიქრობ, როდესაც ხელში რაიმე ჩაგივარდება, რომ ამით მე ხომ შემიძლია ბევრი სიკეთე გავაკეთო. კი, აკრძალული კი არაა, ჩვენც მოიხმართ დოვლადსა და უფალი გვაძლევს და მადლობა ღმერთს, მაგრამ თლად საკუთარ თავზე მოდით ნუ იქნებით ორიენტირებულები, რომ მხოლოდ მე და სხვას არა და ეს სიკეთე გავუნაწილოთ და მართალი ბრძანეთ თქვენ რომ არის სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები, რომ აი ჩემსაც არავინ არ ხედავს, აი გავეცი და მე მაინც ხელი არ მომემართა და მაინც ესე გაჭირებაში ვარ ამდენი სიკეთე და იმდენი სიკეთე. ალბათ აქაც ერთგვარი დარღვევა იყო სიკეთესთან მიმართებაში, იმიტომ რომ ალბათ ეს სიკეთე სიკეთისთვის არ გაკეთდა. შეიძლება რეკლამისთვის გაკეთდა, არ ვიცი, შეიძლება თავმომწონეობისთვის გაკეთდა. რა ედვა მას საფუძვლად? აი სახარებისეულის სიკეთე მოითხოვს უანგარობას. რომ როდესაც გასცემსო მარჯვენა მარცხენა მარიცოდესო. ხო, აი საფუძველი რა უდევს აი ამ ყველაფერს, ამასაც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გარედან შეიძლება სიკეთე ჩანდეს კი ბატონო, მაგრამ რითია ეს ნაშოვარი, რითია მონაპოვარი, რა გულით გასცემ შენ ამას დანანებითა და რაღაცაირად ვალის გადახდის მიზნით, რომ ხვალე უკან დაგიბრუნდეს. ესეც სახარებისეული ეპიზოდია, ხომ? რატომ გასცემთო? ისეც მიეცითო, რომლისგანაც დაბრუნებას არ ელოდებითო. რა დიდი მადლიაო, თუ კი ისეც ასესხებ ან მისცემო, რომელიც ხვალ უკან დაგიბრუნებს. უკვე მიგიღებია სასყიდელი თქვენიო. უფალი ბრძანებს, რომ თქვენი სიკეთე დაუნჯებული იქნება ცათაშინა. თუ კი ამ წუთის სოფელში ელოდებით და ითხოვთ და მიიღებთ, მაშინ იქ რა გექნებათ, როდესაც წარდგებით უფლისწინაშე, ღმერთი გვეტყვის, თქვენ მიგიღებიეს, მიიღეთ უკვე ამ ქვეყანაზე. იქ ხო, იქ რაღა გინდათ, აი ზოგი ესე წონის, აი როგორ იცით, თითქოს სასწორი უწირავს ხელში და რაღაცნაირად აი ამდენი მოგეცი, ხვალ ამდენი მოიტანე. აი ესეთი ანგარიში აქვს საკუთარ გულში და ეს უკვე ფასს უკარგავს, ეს უკვე ანგარებაა, ეს უკვე რაღაცნაირი ვალდებულებითი ხდება. არ მოიცავს სიკეთე, არ შემოისაზღვრება ვალდებულებით. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. მიყვარს ადამიანი და იმიტომ ვაძლევ. იმიტომ კი არა რომ გუშინ იმ რამე გააკეთა, ხვალ რაიმეს ველოდები. მიყვარს, ეს ჩემი ბუნებრივი თვისებაა. სხვანაირად არ შეიძლება. სიკეთე სიკეთისთვის.
სიკეთე არც მომავალი ჯილდოსათვის, აი ისიც კი არ არის სრულყოფილი სათნოება, როდესაც ადამიანი აკეთებს სიკეთეს იმიტომ, რომ ხვალმე სამოთხეში მოხვდები. ესა აქვს აი რაღაცნაირად სიკეთის საბაბად, რომ მე ხვალ დამაჯილდოებენ. ესეც არ ყოფილა თურმე სრულყოფილი სახე სიკეთის. ან იმიტომ თუ აკეთებ სიკეთეს, რომ ხვალმე ჯოჯოხეთში არ მოხვდე და ამით რაღაცნაირად ვალი გაუსტურო ღმერთს და ღმერთის გული მოვიგო. ეს ისედაც თავისდავალ მოხდება. ჩვენი უნდა გავცეთ. ისე რომ უკან არ უნდა მოიხედო. სიკეთეა, როდესაც გიორგი არა მატერიალურად თქვა ადამიანს პატიობს წყენას. ეს სიკეთე არ არის? როდესაც ადამიანი ჩვენგან აი რაღაცა შურის მიგებას ელოდება სიტყვაზე და რაღაცნაირად ფიქრობს, რომ ეხლა მე მომთხოვენ ამას სამაგიეროს გადამიხთია. პატიება ძალიან პატიება, ეს სიკეთეა. ჩვენ მარტო მატერიალური საზომით არ უნდა გავზომოთ. ყველაზე რთული სიკეთეა მე მგონი პატიება. დიახ. შენდობა, მიტევება, ეს სიკეთე, აი მე შემიძლია, აი მე ისეთ ძღვენს გაძლევ, რომელსაც შენ ფულით ვერ იყიდი, ვერ მოიპოვებ ამ ქვეყნიურად და ჩვენ უნდა მიუტევოთ. ერთ შემთხვევა მახსენდება, ორი მეგობარი მიდიოდნენ გზად. აი მამათა ცხოვრებაში ამოვიკითხე. და გზაში რაღაცაირად ერთმა აწყენინა მეორეს. და როდესაც გადავიდნენ დინარის მეორე ნაპირზე, ის რომელსაც აწყენინეს, აიღო ჩხირი და ქვიშაზე დაწერა. დღეს მე ჩემმა ძმამ მაწყენინა. გააგრძელეს გზა კიდევ. მერე აი ამ მეგობარმა იგივე ადამიანმა მას სიკეთე გაუკეთა რაღაც. აი ამ სვლელობის დროს. ადგა და გითხრათ, ეს სიტყვები დაწერა მაგარ ქვაზე. აი ეს სიკეთე, მაგარ ქვაზე დაწერა. და მე კითხვა დავუსვა, რომ რატომ მოიქეცი ესეო? რატომ დაწერე ერთი ქვიშაზეო, წყენაო და ისო, მაგარ იმიტომ რომ იმასო მოვაო დინარის ტალღებიო და წალიო და იმას გადარეცხავსო და ეს არავის არ ემახსოვრებაო და ისო დაეო ყველა გამლელმა წაიკითხოსო, რომ ასე იგი სიკეთეს რა მაგალითი კონდესო. აი ჩვენაც წყენა ხო მოდი ქვიშაზე დავწეროთ და მალე გავატანოთ წყალს და პირიქით სიკეთე ითქვას. სიკეთე დაიდოს არა ჩვენ საამაყოთ, არამედ იმისათვის რომ ყველამ აი ამ სიკეთის მოხდეთ იცხოვროს და ჩვენ პირიქით ხანდახან სუსტები ვართ ადამიანები და წყენა დიდხანს მიყვება ხოლმე. ძალიან მაინტერესებს ეს თემა, ძალიან კარგი იმას რაღაცა კითხვები მივადება ხოლმე, ისეთი რომ რაღაც თემას ისე შლით მე უფერო რა ვიცი, აი რო არ კითხოთ არ შემიძლია ბევრი კითხვა მინდა დაიგსო და აი პატიება არის ძალიან ძნელი. აი ამ შემთხვევაში ყველას აი მე არ ვიცი ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სრულად კი ვიცი ხა პატრიარქი არის, რომელიც ყველაფერს გაპატიებს და ის სასულიერო პირები, ვინც ჩემთან მობრძანდები და ბევრი სასულიერო პირი არის და ბევრი ეკლესიური ადამიანი კიდე და აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ მოვერიოთ, აი ეს სიკეთე როგორ შევძლოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ბოღმა და ცუდი არის იქიდან, რომ აი ეს პატიება არ შეგვიძლია. აი შეიძლება ისეთი რაღაცა გაგიხსენონ, ისეთი რაღაცა დაგხვდეს წირო, შენ თვითონაც არ იცოდე, როდის გააკეთე ან როდის გაუკეთე ადამიანს. ეს ძალიან ცუდია, შეიძლება შე რო გავიწყდება რაღაც შეგეშალა, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ არის, ყველა ძირითადად ერთმანეთს მაგით უგებთ, რომ რაღაცას ავპატიობთ, რაღაცას რო ავპატიობთ, ამის ხარჯზე მათზე მეტი ვართ და ავპატიობ და ყოველთვის ყავს შენზე ქვემოთ, იმიტომ რომ იცის იმა, რომ შენ წინაშე ყოველთვის დამნაშავეა. და ყავს. აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა ის ადამიანები, ვისაც ზემოდან უყურებთ, იმიტომ რომ არ პატიობთ, რომ შეეშალა, როგორ უნდა წამოწიოთ და ჩვენთან დავიყენოთ, ან ჩვენზე მაღლაც დავაყენოთ, თუნდაც მე რა, მართლაც ხო ეგრე არის, რომ შეიძლება ის უფრო მაღლა დგას, უბრალოდ მე უგებ იმით, რომ სადღაც არ ვაპატიე და მე როცა პატიება არ შემიძლია, მე უფრო დაბლა ვარ ღვთის წინაშე, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ერთმანეთთან კონფლიქტისა, ის რომ არ შეგვიძლია პატიება და ყოველთვის მტრები, ზიზღი, შური, ბოღმა და ბოლოს შეიძლება ისე გეზღებოს ადამიანი რომ მოკვდეს, ისიც კი გაგიხარდეს ან გაატარო ისე რომ შენთვის სულაც არ ყოფილა. აი ამ შემთხვევაში ძირითადი გულის ტკენა არის მაინც ის რომ ერთმანეთს რაც არ უნდა მოინანიოს, შეინანოს, ბოდიში გთხოვოს, რაღაცა არ პატიობთ ადამიანებს იმას რომ აი როდესღაც მან დამეშავა და მე მაქვს ხოლმე სულ ის მომენტი რომ ანუ მერითი ვარ მასზე უკეთეს თუ არ ვაპატია ის სიტყვაზე მან დააშავა მაგრამ მე რო არ ვაპატიე მე კი არ მაქვს ანუ ხშირ შემთხვევაში მინდა რომ მქონდეს ბოდიში ხდი რაღაც იმით არ ჩამითვალოთ ეხლა
და აი ეს მომენტი როგორ არის? დიახ, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენს წამსა და ქრისტიანობას, რომელ ქრისტიანობაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ მიტევება არ შეგვიძლია იუტევებლობა ეს უსიყვარულობიდან მომდინარეობს. იგი არ გიყვარს ადამიანს. როდესაც ადამიანი გიყვარს, შეუძლებელია რომ მას ვერაპატიო, აი მშობელს უყვარს შვილი. აი შვილმა რომ დაუშავოს და ალბათ არ არსებობს შვილი მშობლის წინაშე ბოლომდე მართალი, ხომ? მშობელი პატიობს, მართლა მშობელია, რომელსაც გული შვილი უყვარს. სხვანაირად მისი გული ვერ ეს არის ხორციელი შვილობა, სულიერი შვილობა ეს არის, იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოოდ უკავშირდება მაღალ ღმერთს. ღმერთია მამა და ჩვენ ყველანი შვილები ვარ და არ არსებობს რომ ღმერთმა ადამიანს არაპატიოს, იმიტომ რომ ღმერთი მარადიული სიყვარულია, ხო, მაგრამ უფალი მოვკალით, ჯვარს ვაცვით და გაიხსენეთ ჯვრიდან განაჩენი სამყაროს კაცობრიობის მიმართ. მიუტევე, რამე თუ არ იციან რა შვებიან. აი თუ ბაძავთ ქრისტეს და ქრისტიანობაზე გვაქვს ოდნავი რაღაცა პრეტენზია, ჩვენ უნდა მიუტევოთ. მესმის რომ ადამიანები ვართ, ტკივილი დიდია, აი შეიძლება ადამიანმა რაღაცა ემოციურად იმ პირველ მომენტში გაუჭირდეს და ჩვენ ასეთ სრულყოფილი ქრისტიანობისგან შორსა ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც დავფიქრდებით, გავანალიზებთ ამ ყველაფერს და ბოლო-ბოლო წარმოვიდგენთ საკუთარ თავს იმ ადამიანის როლში, რა დიდი სიმძიმე დაიდო შემცოდემ, როგორც ჩვენს წინაშე ვთქვათ, ვისაც წენა მიაყენა, დანაშაული მიაყენა, ისევე ღვთის წინაშე, რომელია უფრო ცოდვა, მოდი ასე დავსვათ საკითხი, ის რომელმაც ცოდვა ჩაიდინა, თუ ის ვინც დაზარალებულია, რომელი უფრო ცოდვა ღვთის წინაშე, ის იმან დიდი ტვირთი დაიდო. თანამდებია ის, ანუ მოვალია ღვთის წინაშეც და ადამიანის წინაშეც და ამდენად ის უფრო დაზარალებულია, ვინც ზარალის სხვას მიაყენა, ასე ვთქვათ. ამიტომაც ჩვენ უნდა დავეხმაროთ აი ესეთ ადამიანს, როდესაც ჩვენი მაწყევარის მიმართ ულოცულობთ და ვევედრებით რომ ღმერთო მიეცი მას გული გონიერი და მიეცი მას სინანული, რომ მიხვდეს საკუთარი ცოდები, მე მომეცი ძალა შენდობისა და მიტოვებისა. ღმერთი თავად მოწყალია და უფალი ყოველთვის მზად არის, რომ ადამიანს ამპატიოს და მიუტევოს. ოთაშორის აი ღმერთი არ ელოდება ჩვენგან, ასე ვთქვათ, ყოველთვის მზად არის უფალი, იმიტომ რომ ის მარადიული და უცვალებელი სიყვარული ადამიანი ითხოვს თუ არ ითხოვს შენდობას, ღმერთი ყოველთვის პატიობს ადამიანს. არ უთხოვიათ ჯვარცმელებს შენდობა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავემეორებ, უფალმა აპატია, ღმერთო მიუტევეო. ასე რომ ეს ჩვენ გვჭირდება შენდობის თხოვნა, თორე უფალს არ ჭირდება. უფალი ისედაც პატიობს. ჩვენი სულისთვის სასარგებლოა ეს, რაც უფრო მალე ითხოვ შენდობას, რომ მე მომეხსნას ეს ტვირთი, როგორც ადამიანის წინაშე, ისე ღმერთის წინაშე, თორემ თუ კი მე შენდობა არ ვითხოვე და ან თუ კი პირიქით პატიება არ მივიღე, მე მთელი ამ უდიდესი სიმძიმის ტვირთით მთელი ცხოვრების გზა უნდა ვატარო, აი დიდი ტვირთი რომ მოიკიდოს ადამიანმა და დიდ აღმართს რომ შეუდგეს, ხომ და მე ამ ტვირთზე რომ კიდე ტვირთი და ტვირთი ამატოს, ხომ? ბოლო-ბოლო დაიდგუნება ადამიანი, იმიტომაც არის ამდენი აი სევდით და განსაცდელითა და რაღაცაერი მწუხარებით დამძიმებული ადამიანები ჩვენს ირგვლივ, იმიტომ რომ ეს ვალი, ეს ტვირთი ადამიანებს დღითიდღე უმძიმდებათ, არავინ არ ინანიებს და არავინ სანაცვლოდ არავის არ უნდობს და ვიდებთ ერთმანეთის ვალებს, ასე ვთქვათ. აი ისევ პავლე მოციქულის სიტყვებია, ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ არასრულეთ ჯოლიგი ქრისტესია. ამიტომაც ჩვენ უნდა მიუტევოთ ეს უდიდესი ნიჭი არის, ამ დროს ვეხმარებით იმ ადამიანს. აი ამ ტვირთის უმსუბუქებთ იცი ცხოვრების მიმავალ გზას, იმიტომ რომ ის ცოდვა იმან დაიმძიმა საკუთარი სული და მიუყვება ეხლა აღმარს და მოდი შევუწყოთ ხელი რომ ჩვენი კეთილი ქცევით, ხომ ჩვენც არ დავემსგავსოთ მას, აი ვინც ადამიანს ცოდვას არ პატიობს, ის იმავე ცოდვის, ასე ვთქვათ, ერთგვარი თანაზიარია და რაღაცნაირად იმის ტვირთს ხარობს და აი ჩვენც არა ვართ თავისუფალი, ასე ვთქვათ, იმ ცოდვის პასუხისმგებლობისაგან. თუ კი შენ
შურით, ბოღმით, აი იმან გაწყენინა ხო, მაგრამ მე მთელი ცხოვრება შენს ამ შურსა და ბოღმას დაატარებ. აი რა განსხვავებაა? ისიც დაბოღმილია და ცოდვის მატარებელია და შენ სულ განგითხვაში ხარ. სულ ბოღმაში ხარ, სულ განსაცდელში ხარ და არც ერთი დასვენებული არ არის, არც ერთი ბედნიერი არ არის ამით, ორივე მხარე. ხომ არ გონიათ რომ ერთ-ერთი დარჩა მოგებული, არც ერთი არა ვართ მოგებული, ამიტომაც არ ჯობია რომ მეც მიუტევებ, მეც მოვიხსნი აი ამ ტვირთს, ჩემი გაბოროტებისა და მასაც მივსემ საშუალებას ჩემთან დაბრუნების. აი უძღები შვილის მამა და უძღები შვილი, ხომ? აი როგორ მოიქცა, აი მამა არის ყველაზე კარგი მაგალითი სახარებისეული გიორგი. რა, კი, რა თქმა უნდა, ეწინა შვილის წასვლა და შეიძლება თავდაპირველად რაღაცა გულმოსულიც იყო, მაგრამ როდესაც უძღები შვილი დაბრუნდა, მამამ უდიდესი დღესასწაული და სიხარული გამოაცხადა მთელ თავის სახლეულში. და რომელიც არ პატიობს და ვერ ურიგდება სხვისი შეცდომის შენდობას, ეს არის ძმა. აი ჩვენში რა ძმის გაბოროტებული ძმის როლში ვართ, ვიდრე მოწყალე მამისა. აი ეს არის ალბათ განსხვავება და ამიტომაც ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ სახარებისეული სულისკვეთება, რას გვეუბნება, რაში გვამხელს უფალი. ჩვენ ხო არ გონია რომ ყოველთვის აი კარგ როლში ვართ ხოლმე, ის გვინდა მოვირგოთ ხომ, აი წავიკითხავთ სახარებას და აი მოდი მე მამა ვარ ახლა მე და სხვები სულ უძღები შვილები არიან და ესე პირველი შვილები არიან, არა? ჩვენ უნდა ჩავთვალოთ რომ აი უძღები შვილის როლში ვარ, ხან იმ პირველი ძმის უფროსი ძმის როლში ვარ. როდესაც არ მინდა სხვა შევიწყნარო, იცით? პურის გაცემა შეიძლება გაცილებით ადვილი საქმე იყოს, მატერიალური თქვა შეიძლება ფული მისცე დიდი ადამიანს. ეს უფრო შეიძლება ადვილი იყოს გასაკეთებლად, ვიდრე ერთი პატარა წყენის პატიება. იმიტომ რომ ის მატერიალური სიკეთეა, ეს სულიერი. ამას დიდი სულიერი ძალისხმევა ჭირდება და ასეთ ადამიანს, აი უფალი ისეთ მადლს აძლევს, აი ისეთ სათნოებას ისე შეიყვარებს უფალი, აი პატიებელ ადამიანს, ვინც სხვების ტვირთს აიღებს, ხომ? ასეთი შემთხვევები უამრავი იყო, აი უამრავი თუნდაც დიდი ვაჟა-ფშაველას გენიალური ნაწარმოებები, აი სტუმართ მასპინძლობა, სიყვარული, აი მიტევებაზე არის იყო, იქ თუნდ დღეს სტუმარია ის ჩემი თუნდაც ვაემართო სისხლისაო, ხო? აი მიტევებაზე, სიყვარულზე როგორ აპატია თუნდაც ჩვენი სასიქადულო პოეტის აკაკი წერეთლის გამზრდელი. რა იქ შემცოდეს არაპატია, ანგარიში არ გაუსწორა. უბრალოდ უთხრა რომ წადი, მოინანიე და შენს გამზრდელს მოახსენე ეს ყველაფერი ჩემგან თავისუფალი ხარ. აი წარმოიდგინეთ რა ამაღლებული იქნება და როგორი მსუბუქი იქნება ჩვენი ცხოვრება, აი რაც უფრო ხშირი იქნება ესეთი მომენტები და სწორედ ეს არის ქრისტიანობა. აი ესეთი ქრისტიანობა გვინდა ჩვენ ცოცხალი ცხოვრებაში გამოხატული და არა მხოლოდ რაღაცა წესებით, დოგმებით, თქვათ შეიძლება ზუსტად ვიცოდეთ რა და როგორ უნდა გავაკეთო ეს, თქვათ სახარებისეული მცნებები, მაგრამ ცხოვრებაში იმას არ ვატარებთ. ეს ფარისევლობაა იგივე და აი ამიტომ გიორგი რაღაცაირად ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სახარებას, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ღმერთს, თუ კი გვინდა რომ ბედნიერები ვიყო და თუ კი გვინდა რომ ამდენი განსაცდელი და ამდენი ტკივილი არ იყო ჩვენ სიკვდილად, ჩვენი ცხოვრება მართლა გადაიქცეს რაღაცაირად სამოთხის აჩრდილად და ანარეკლად და ჩვენც დავისვენოთ, ასე თქვა და სხვებიც დავასვენოთ და ერთმანეთს გავუადვილოთ ცხოვრება და უფალიც მოხარული იყოს ჩვენი ასე თქვათ სათნო ცხოვრებითა და ამიტომაც ისევ და ისევ სიყვარული და ისევ და ისევ მიტევება. სხვა გზა უბრალოდ არ არის. ისე ერთმანეთს დავხოცავთ და ასაერად ერთმანეთს გაურთულებთ აი ამ ყველაფერს და სანაცვლოდ რა შეგვრჩება, ხო? გაუბედურებული ცხოვრება და ამიტომაც მოდი იოლი გზით წავიდეთ, მართალი გზით წავიდეთ, ვიდრე სულ ამ გართულებაში და ნიშნის მოგებაში ვიყოთ და გამოსავალი არის, პასუხები არის, ამას უნდა უბრალოდ გაკეთება და დავიწყოთ საკუთარი თავიდან, გიორგი, სხვისიდან არა, აი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, კი, ყველა ვართ, მეც ვცოდა, სულ ყველა უპირველეს ყოვლისა, ყველას გვეშლება და აი ახლა საკუთარ თავს შევაგონებთ უპირველეს ყოვლისა, ახლა რო საუბრობთ ამით, რომ აი უფრო მეტი და მეტი სიყვარული, მეტი პოზიტივი, მეტი დადებითი, მეტი ღიმილი, მეტი მიტევება და აი ეს არის რა, ძალიან მარტივი ფორმულაა და ცოტათი დავიწყოთ, აი
ღიმილიანი დღით შეიძლება ადამიანმა დაიწყოს და ნუგეში შეიძლება დაიწყოს, მოკითხვით შეიძლება დაიწყოს. აი, როგორც შენ იწყებ გადაცემას, ისე უნდა დაიწყოს. ძალიან დიდი მადლობა, სხვადასხვა ამ დაწყებას ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. აი მე მართლა გულით არც არასდროს ვიცი რომ რაღაცა დრო იკარგება ეს 1 წუთი თუ 2 წუთი, მაგრამ მირჩენია ხოლმე რომ ეს ადამიანები არ გამოჩნდნენ და ამ ადამიანების ალბათ ლოცვით და სიხარულით არის ის რომ ეს გადაცემა ამდენ ხანს ამ გადაცემა მე-10 წელია გასტანა და ვართ ესე და ვერაფერი ვერ მოგვერია და სულ ვარ და მადლობა ღმერთს და მადლობა ამ ადამიანებს. ეს ადამიანები რომ არ იყვნენ ალბათ ჩემი გადაცემაც არ იარსებებდა. ეს ადამიანები ვინც მე ვნახე რომ ზოგი მარტოთ არის მიტოვებული, ზოგი უცხოეთშია, ზოგი პატიმარი არის და ზოგს ვინ იცის რა ახარებს და შეიძლება ერთი სიტყვა აქედან ნათქვამი შეიძლება მისი მთელი დღის ის იყოს, რა ქვია, ნეგატიური რაღაცა წარმართველი და მაგიტომაც ვიწყებ ისე რომ კითხულობ ამ ადამიანებს და მიხარია რომ ეს ადამიანები უბრალოდ ღმერთმა დაუშვა განა სხვას არ ახსოვს, მაგრამ საშუალება მომცა ღმერთმა იმისა რომ მე აქედან ტელეეკრანიდან შემიძლია რომ მოვიკითხო და სულ აი ღმერთს ვთხოვ ხოლმე, აი ყოველთვის ვთხოვ ხოლმე, მე უფერ რაღაც ისე არ ჩამიცვალოთ, რაღაც ახსარებას ავიდაო, რომ ეს ადამიანები არ მიმოვიწყდეს თქვენ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ადამიანები რომ მიმოვიწყდება, მათაც მივავიწყდები და ღმერთსაც მივავიწყდები და ამათ გარეშე არ შემიძლია მე აი ამ ადამიანებთან ერთად მოვდივარ უკვე 10 წელი არის და ცოცხლობ ღმერთმა სიტყვა უდიდეს შესაწირია სიტყვა და აი სიტყვას უდიდესი ძალა გააჩნია რამდენს უნდა მე უფერო აი მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ რაღაცა ამდენს ალბათ ჭირდება კაი მეც ხშირად მქონია ხოლმე ის მომენტი რომ დილას გამოდიხარ და შეიძლება ვერ ხარ ყოველთვის ვერ იქნები მხასიათზე როცა როგორც უნდა იყო ან როგორც სხვას უნდა რომ შეხვდე მაგრამ თუმცა შეიძლება ვიღაცა შეხვდეს და აი ღმერთი გამოგიჩეს ისეთ ადამიანს რომ თუმცა შეხვდება ადამიანი კარგად მოგესალმება ან მადლობას გეტყვის ან რაღაცა ვალდებულს გაგხდის იმისა რომ არ იყო ცუდად აი ეს მომენტი ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ სხვისთვისაც თუნდაც იმიტომ რომ ხანდახან არის რომ გამოდის ადამიანი და აი შენ შეგიძლია გახადო ეხლა დღესაც აი ნათლია ვიყავი და ყოველი ჩემი 40 ბავშვზე მეტი ყავს მონათლული და ყოველი ჩემი საქმისტი ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ აი მეთქი აი ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ სტიმული იმისა რომ აი ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ მეხმარებენ თუნდაც აი თქვენ რო ხართ პატრიარქი რო არის ჩემი ხო რომ მეხმარებენ მეთქი აი ამათ რომ ჩემზე სიტყვაზე ცუდი უთხრა, ხო ეწყინება და მე განა ვერ ვარ ცუდის ჩამდე, მაგრამ არ გავაკეთებ, იმიტომ აი ამ ადამიანებს არ ვაწყენინო. ამის თორე ყველა არავინ არ არის დაზღვეული, ეგერ მოციქულები ცდებოდნენ, ხო და მეც ვარ, ხო ამის სიტყვაზე რაღაცა შეიძლება მეც შემეშალოს, ხო, მაგრამ ეს ადამიანების ირგული ვინც ხართ, ჩემს ირგული, ხო? ყველა ხართ ჩემი აი ჭყალებში შეიძლება ის თანამედროვე მუხრუჭი იმისა, რომ ხვალმე უკეთესი ვიყო, ხვალმე არ დავაშაო, ან რაღაცა, ან ვერ დავაშაო, თორე როგორ ყველა აშაობს აბსოლუტურად და აი ესე როგორ უნდა გავიხადოთ ირგვლივ ადამიანები. მე უფერო ერთმანეთს ესე შევეხიდოთ, რომ მე თუ ვიღაც არ დამეხმარა იმაში, რომ აი ვიღაცას არ დავჭირდები, მე მოვკვდები. ხო რომ მეცოდინება რომ მე რო გამოვალ და ეს ჩემი სიტყვა არავის არ ჭირდება, ხო? იმიტომ არის ადამიანი შეიძლება 20 კაცის გარემოცვაში იყო, მაგრამ მკვდარი იყო იმათთვის და არავის არ ჭირდებოდა შენი არაფერი. აი ეს მომენტი როგორ უნდა ვიყო სულ ცოცხლები, იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა არის ეს ადამიანების, იმიტომ არავის არაფრის თავი აღარ აქვს. უკვე ყველა მოატყუა. ყველას უთხრა რომ ჩემთვის შენ არაფერი აღარ ხარ და ვართ ესე დარჩენი სიტყვაზე მარტო თუ ასე შემდეგ ანუ მე ჩემ თავსაც იმიტომ გულისხმობ მე არ ვარ მარტო მე თვითონ სხვებს ვაწუხებ ხოლმე რომ არ ვიყო მარტო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხდება ესე რომ ადამიანები ძირითადად ხო არის მე უფე ეს პრობლემა ძირითადად ეს ფიგურირებს ხო რომ ეს თან მე რა მაქვს რაზე მაქვს ისეთი საუბარი რომ აი ქრისტიანობაზე რახანც არის და ისა ქრისტიანებს გჭირთ ხშირ შემთხვევაში ეგ და ძალიან წყინს ხოლმე რა იმაზე რაღა ვთქვა ვინ სიტყვაზე მოუნათლავია და ან საერთოდ სხვა სარწმუნოების არის მართლმადიდებლებსაც გვემართება ხოლმე ხანდახან ეს მომენტი ბოდიში ხდი გამიგზელდა მაგრამ რო არ მეთქვა აი როგორ უნდა ვიყოთ ერთმანეთისათვის აი თქვენ რასაც საუბრობდით მთელი გადაცემის მანძილზე ტვირთის ზიდვენი იმიტომ რომ ყველა მეუნება რომ მე კი მას დავიხმარე მაგრამ არ მცალია ფიზიკურად რაღაცა და აი აქაურმა ცხოვრება მომწყვიტა იმას რომ მე სხვას დავეხმარო აღარ შემიძლია იმიტომ რომ მე რო სხვას დავეხმარო ჩემი შვილები შეიძლება იმ დროის მანძილზე რო არ ვიმუშაო და სხვას გადავაყოლო ის დრო უყურადღებოდ დამჩნენ თუნდაც შივრები ან ასე შემდეგ აი ამ შემთხვევაში როგორ გავაკეთოთ ისე რომ არ დავწვათ არც ერთი და არც მეორე დიახ გიორგი იცით რა არის რომ ყველაფერი იწყება გულიდან აი თუ ადამიანი შინაგანად აი მოსურნია და მართლა უნდა ხო აი არ არსებობს რომ დღის განმავლობაში იმას შანსი არ გამოვიდეს არ არსებობს აი ჭიქა წყალიდან დაწყებული სიტყვით დასრულებული თუ უბრალოდ
თქვათ რაღაცა მოფერებით, ნუგეშით შეუძლებელი არსებობს ადამიანი, რომელსაც სიკეთის გაკეთება არ შეეძლოს. უბრალოდ ჩვენ არ გამოგვდის, იმიტომ რომ არ გვინდა და არ ვართ ამით დაინტერესებულები. ჩვენ ცნობიერებაში ეს ძალიან ნაკლებ ადგილს იჭერს და ასაერად თუ ძალიან არ შეგვაწუხა ხანდახან ადამიანმა, გვიჭირს სიკეთის გაკეთება, ხომ? ძალიან ბევრი უნდა გთხოვოს ხანდახან, რომ დათანხმდე ამაზე, ხო? იმდენად რაღაცა მომჭირნე გახდა თითქოს ადამიანი. საოცარი სიტყვები აქვს თითქოს რუსთაველს, რომ რას საგასცემ შენიაო და ახლა წარმოვიდგინე, ხო? აი ამის გააზრება სამხელა ცნობიერება ჭირდება, მსაუბა ჭირდება, ხო? აი როგორ არის შენი რა შენ გასცემ, ხო? აი ლოგიკა ყველანაირად ეწინააღმდეგება ამას. აი მიწიერი ლოგიკა, ხორციელი აზროვნება, დღევანდელი ყველანაირი, როგორ უნდა იყოს ეს შენ, ხო? აი შეუძლებელია, ხო? ცოტა თითქოს უცნაური მათემატიკა არის აქ, აი ბავშვს რო კითხო, თქვათ, აი 5 ვაშლი გაქვს და 3 გაეციო, ხო? რამდენი დაგჭაო და 2-ს გიპასუხებს. იმდენში 3. მათემატიკურად 2-ია სწორი, მაგრამ სულიერად 3-ია. ხო? 3 თუ გაეცი, 3 დაგჭა. ხო და დანარჩენი არ უთვლი. ხო, დანარჩენი ხო, ლოგიკურად 1-ია პასუხი და სულიერად 2-ია და ჩვენ რომელს გავყვებით ახლა, რომელს ავირჩევთ. ხო და ამიტომაც ისევ და ისევ მადლის კეთებაში არის ქრისტიანობის აი პრაქტიკული აღსრულების არსი, ხომ? ისევ აი თეორია, საქმეო, სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარიაო, ხო? როგორც მოციქული ბრძანებს. ამიტომაც ჩვენ საჯერ იქიდან დავიწყებ, რომ სარწმუნოებაც არ გვესმის სიტყვიერად და მერე საქმეების აღსრულებაში ხომ თლად მოვიკოჭლებთ, ხომ? ჯერ უნდა იცოდე, რაც უნდა იცოდე და მერე უნდა აკეთო, რაც უნდა აკეთო. ხო და აი ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული და ერთი მეორეს განაპირობებს და ამიტომაც ადამიანი უნდა ჩაუღრმავდეს ჯერ ქრისტიანობის არსს, რა სიტყვა ჩვენგან ღმერთი და რა არის მართლა ქრისტიანობა და არაფორმალური და მერე უნდა იმოძრაოს, იღვაწოს ფიზიკურად აღასრულოს და არ არის გიორგი შეუძლებელი ღმერთს არ მოუსია ჩვენთვის არც ერთი ისეთი მცნება, რომლის აღსრულებაც ადამიანს არ შეეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არა ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ან რაღაცა თქვათ გარკვეული მიღწევების შემდეგ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ცხოვრების ეტაპზე მონდომებისა და კეთილნების შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერი ცნების აღსრულება. აი დაადეთ სახარებაში ხელი, დიდი თუ პატარა. უბრალოდ ამას უნდა აი კეთილი ნება და ისევ აქ მივდივართ რა, აი ნება. ადამიანი არის ნება. ხო და როდესაც ადამიანი თვისობრივად არის, ასე ვთქვათ, გამსჭვალული აი ამ ნებითა და სულისკვეთებითა და სათნოებით, მისთვის უკვე როგორი ინსტინქტურია, იცი თუ შეიძლება ასე ვთქვათ და როგორი ბუნებრივია, აი როგორც ჰაერს უნთქავ. ხო არ ფიქრობ, რომ ჰაერს უნთქავ და უნდა დაფიქრდე ახლა, ხომ? აი ისეთივე ბუნებრივი ხდება სიკეთის აღსრულება. ერთი მახსენდება გათავისება ხომ არ არის საჭირო? გათავისება, რა თქმა უნდა, გააზრება და აი უნდა გახდეს შენთვის ბუნებრივი თვისება რა, აქ ლოგიკა გათვლა და რაღაცა ეს პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა გაიაზრო, მაგრამ შემდეგ უკვე უნდა გაითავისო, რომ აი ეს არის ჩემი ბედნიერება, აი ბედნიერებას უნდა ხედავდე ამაში. ყოველთვის მარტო მაშინ კი არა, როდესაც შენ გჭირდება და მაშინ აკეთებ სიკეთეს აი ცხოვრებაში. არამედ შემდეგადაც აი სიკეთე არის მარადიული და იქ დაგეწევა მარადისობაში. აი ერთი ადამიანი იყო და სიკვდილმა მოაკითხა. სიკვდილმა თქვათ იგაური სახია და მოემზადე უნდა წაგიყვანო. ამ ადამიანმა დრო ითხოვა, რომ ერთი ღამეო თუ შეიძლება მაცადეო და სად გაგექცევი აქავარ. კარგიო, მოგიცდიო. და სიკვდილი დგას კარებთან იქ ჩასაფრებული. ეს გამოვიდა ღამით. აიღო ნიჩაბი, წავიდა, აიღო სეთისხლის ნერგი, ორმო ამოთხარა, მთელი ღამე იმუშავა, დარგო, მოვიდა და დაელოდა სიკვდილს, ილოცე.
და გაუკვირდა დილით რომ მიაკითხა სიკვდილ მამამ სათხარო კიო და მეო გიყურებდიო და მაინტერესებსო რატო გააკეთეო აი წახვედიო და ხედარი ხო იციო რომ უნდა წამეყვანეო შენ უნდა შენთვისო რა ფასი ქონდა არა მართალია მე აღარ ვიქნებიო მაგრამ ის ხეო გაიზრდება ნაყოფს გამოიღებსო და იმ მოწეულიო სეთითო ადამიანებიო ღამეო ლამპრითო გზას გაინათებენო ან კანდელში ჩაასხამენ და ილოცებენო აი ხედავთ სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება და მეც მომიხსენებენო ანუ სიკეთეს ყოველთვის აქვს აზრი და განსაკუთრებით მაშინ როდესაც თითქოს შენ პრაქტიკულად ის აღარ უნდა შეგეხოს თქვათ პირდაპირ გაგებით შეიძლება აღარ ელოდები უკვე დაბრუნებას სარგებლის მაგრამ სწორედ მაშინ აქვს ამას ფასი და ის არის სწორედ ნამდვილი სიკეთე და აი მოდი ჩვენც მადლიქენიო ქვაზე დადეო და გაიარე და თანდაგვდებო და არ ვიცით ვის სად როდის ისე დრო შეგვეწევა ეს მადლი რომ ჩვენ თვითონაც გაოცებულები ვიქნებით და ამიტომაც აი კეთილი გულით, სიყვარულით ცხოვრების ბედნიერების აზრისი და გასაღები აქ არის. არც დიდ სიმდიდრეში, არც დიდ ძალაუფლებაში, არც დიდ თანამდებობაში და არაფერში. ალბათ ერთი სათნო და კეთილშობილი ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია და უფრო აღმატებულია წუთისოფელში ვიდრე რომელიღაც მდიდარი და თქვათ ქვეყნის ხელმწიფე და პოპულარული ადამიანი. ის უფრო რომელიც არ ჩანს. მაგრამ დიდი აქვს ეს წინაშე, ხო? არ ვიცი, ჩვენ ზოგიერთის სახე და სახელი ჩანს და ზოგიერთის დაფარული მადლი აქვს ეს წინაშე ცნობილი და მადლობა ღმერთს გიორგი რომ ესეთი ადამიანები, მაგრამ უჩინარი ადამიანები არიან ჩვენ სირბლივ. არიან ნამდვილად არიან, აი ჩვენ საუბრობდით დასაწყისში, რომ ესეთი სასულიერო პირებიც არიან, ესეთი ერის ადამიანები არიან, ესეთი სოფელში და ისეთ მიუსაფარ ადგილებში ადამიანები არიან, რომ უდიდეს სიკეთეს აკეთებენ, ოღონდ ჩვენ არ ვიცი და წუთისოფელმა არ იცი, ეს არის საოცარი. აი და იმათი მადლი მე რაღაცაერად გაიფრქვევა სამყაროში. ესეთი არიან საპატიმროებში უამრავი ადამიანი. ალბათ იქ რო სიკეთე ფასობს და მადლი ფასობს ისე შეიძლება არსად. ესეთი ადამიანები არიან საავადმყოფოებში, როდესაც დავრდომილს ანუ გეშებს და ეხმარება. ესეთი ადამიანები, მაშინ სამყარო ვერ იარსებებს და არ იქნება და ალბათ ამოიწურება კიდევაც სამყაროს არსებობის მნიშვნელობა ეს რომ არ იყოს. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი უფრო მეტი იყოს და უფრო საჩინო იყოს და ასაერად ამ ნეგატივმა და მწუხარებამ არ გადაფაროს და მოდი ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ და პრაქტიკული ქრისტიანობიდან დავიწყოთ და ლოცულობს, მარხულობს თქვათ ადამიანი, მაგრამ მოდი ეს გაამყარე ცოცხალი საქმით, რომ ჩვენი ლოცვა ამაო სიტყვები არ იყოს და ჩვენი მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ იყოს და ის მორჩენილი რა უბრალოდ საკვები რომლისგანაც ჩვენ თავს ვიკავებთ და გადადებულია ის პირიქით გაჭირებულისთვის გადავდო და ყველაზე კარგი მარხვა და ყველაზე ნაყოფიერი ლოცვა ალბათ სიყვარული იქნება და სიკეთე იქნება და ის ჩვენ ლოცვებს უფალთან აიტანს და მე ვფიქრობ როგორ აი ამასთან დაკავშირებით კიდე ერთი კითხვა დამებადა თუ შეიძლება როგორ ვიტვირთოთ ერთმანეთი აი ამ შემთხვევაში ჩვენი ძირითადი სიზარმაცე აქედან არის რომ აი წეღანაც მე კითხეთ და აი ამაში როგორ უნდა შევეხიდოთ თუნდაც იმ გაჭირებულს თუნდაც იმ დამნაშავეს როგორ უნდა გავუყოთ ერთმანეთის გაგება გვიჭირს ჩვენ თორე ადამიანები ხა ერთმანეთს რო უგებდეთ ჩვეულებრივად აღარ იქნებოდა ხო პრობლემა მაგრამ აი ერთმანეთის მდგომარეობაში შესვლა ძალიან უჭირთ ადამიანებს რა აი რა ვიცი, ძირითადად მე არ მინახავს ესეთი ადამიანი, რომელიც ხვის მდგომარეობას გაითავისებს ისე, როგორც მის პირიქით, აი ყოველთვის უნდა რომ აქედან მოგებული თვითონ გამოვიდეს, რომ აი ხედავ რაღაც სამაგალითოდ. ამ შემთხვევაში რა უნდა წარმოვიდგინოთ იმ ადამიანის ადგილზე საკუთარი თავი. და როგორ თუ შეიძლება? აი რაღაცნაირად, იმიტომ რომ არავინ არ ვართ გიორგი დაზღვეული, ხო? თქვათ ხვალ რაც არ უნდა ესეთი ვიყო, თქვათ დღეს წარმატებული, ხვალ შეიძლება რაღაცა ბედურებით ფეხი დამიცეს და მე გავხდე სხვისი საშველი და სხვისი საპატრონო. ეს თანამედროვე ცხოვრებაში რა არის გამორიცხული და ამიტომაც აი იმ წუთში, როდესაც ჩაული რომ აი ადამიანს თქვათ შეადას წყურია და ამ დროს შენ თავად მაძღარი ხარ, აი უნდა მე რომ ვიყო
იმ ადამიანის ადგილზე და მე რომ შიოდეს და მწყუროდეს და არავინ ჩემს თხოვნას არ მიაქციოს ყურადღება. აი მე ხომ მეთქინება, მე მეწყინება და მე ვიქნები მშიერი და მწყურვალი. აი ჩვენ რაღაცაერად სხვისი თვალებით უნდა შევხედოთ ხანდახან სამყაროს, სხვისი ტკივილით უნდა შევხედოთ, სხვისი ვთქვათ ბედნიერებით გავიხაროთ თუნდაც ურთიერთასიმძიმეით ვერთად სწორედ ამას გულისხმობს რომ ჯვარიწერია, მაგრამ ხვალ შეიძლება მე ვიყო პატიმარი. ხო, ნეფსი თუ უნებლიე ვთქვათ, ხვალ შეიძლება მე ვიყო უძლური და განსაცდელში მყოფი, კი, ჯვარიწერია ყველა ოჯახს, ხვალ შეიძლება მე გარდამიცვალოს ვიღაცა. და აი წარმოვიდგინეთ, როდესაც ასეთ ვითარებაში ადამიანი ელოდება ხსნას და რა ბედნიერებაა მისთვის, რომ აი არ ჩაუვლის და მოხედავს. აი რაღაცაერად ჩვენ ნუ ვიქნებით მარტო ჩვენ თავში ჩაკეტილები და სხვის მდგომარეობაში ჩავაყენოთ საკუთარი თავი. ეხლა რომ გაჭირებულია, თქვათ, ადამიანი არ აქვს რა გავიაზროთ, რომ რით არის ჩემზე ნაკლები, ვთქვათ, რომ ვთქვათ, ეხლა არა აქვს ადამიანს რა ჩემზე ნაკლები გვარი აქვს, ან ჩემზე ნაკლები ვთქვათ მოთხოვნილება აქვს, ჩემზე ნაკლებად უყვარს ცხოვრება, როგორც ასეთი ან საკუთარი თავი, აი რა ρίთა ვარ მე დამსახურებული, რომ მე მეტნაკლებად უზრუნველყოფილი ვარ, ჯანმრთელი ვარ, რაღაცაერად ასე თუ ისე ცხოვრებას არ ვენდური და ის ადამიანი, რომელიც ვთქვათ ჩემზე მეტი ცოდვილი არ არის თუ ნაკლები არა და ჩემზე მართალია ალბათ თავის საქმეები და იმას უჭირს, იმაშია, იმას ცივა და მე რით თავი მსახური, ანუ ახლა შეიძლება ადამიანმა ასე გაიაზროს, რომ რატომ ვარ მე, მადლობა ღმერთო რომ ვარ, ვთქვათ და რაღაცა არ მიჭირს, მაგრამ რა დამსახურებით? არ უნდა ვიყო მადლიერი და ხვალ შეიძლება მე აღმოჩნდე, ხომ აი თითქოს რაღაც საგამდე მივყავართ ამ კითხვის დასმას თუ შეიძლება რომ აი იქამდე მივყავართ რომ ჯერ ერთი მადლობას ეთყვი ღმერთს რომ ყველაფრისთვის, ყველა იმ სიკეთისთვის და მე რაღაცაერად დაიმდაბლებ საკუთარ თავს და ჩააყენებ იმ მდგომარეობაში რომ ის ადამიანი შენაირია არაფერ შენზე ნაკლები არ არის რა ახლა მეფის თავმოვლები ვართ ყველანი და რაღაცა დიდებულის ან მამაპაპისგან ან რაღაცა დამსახურებითა და პირადი რაღაც სათნოებებით გვერგვეს ყველაფერი რაღაცაერი ღვთისწყალობა ალბათ ყველაფერი რაც ვარ და როგორც ავარ და იმ ადამიანმა რა დააშავა ვთქვათ ჩემზე მეტი ყოველ შემთხვევაში ხო რატომ არის ის ესე ვთქვათ ცხოვრებისგან თუ რაღაც ამ განსაცდელში ზოგი უძლურია ბავშვობიდან ავატყოფია ხო შეიძლება კითხვა მე არ მაკლია არაფერი და იმაზე მეტი რითი ვარ თქვათ ან რითია ის ჩემზე ნაკლები იმასაც ხო უნდა ცხოვრებით გაიხაროს თქვათ კარგი კონდეს სიამოვნებდეს უზრუნველყოფილი ყველაფერი მაგრამ არა აქვს ვერ აქვს რაღაც სხვადასხვა განსაცდელების გამო ან თქვათ ზოგს ოჯახი დაენგრა ზოგს რაღაცა უბედურება შეემთხვა ზოგი ობლად გაიზარდა, ზოგს რაღაცა 1000 განსაცდელი, ხო, რაღაც ფიზიკური ნაკლი აქვს, ხო, ბოლოს და ბოლოს ადამიანს, ხო და რაღაცაერად დაიჩაგრა თითოს ცხოვრებაში, მაგრამ რატომ უნდა მივაწერო მე საკუთარ თავს უფრო მეტი, იმაზე მეტი, ისიც ჩემნაირი ადამიანია, ჩემზე ნაკლებად უხარია ყველაფერი სიკეთე და ვთქვათ რატომაც არა. ამიტომაც როდესაც ასე ფიქრობ რაღაცაერად ისე შედიხარ იმ ადამიანის ვითარებაში და იტყვი რომ ღმერთო ეს ჩემზე უკეთესია და ჩემზე მეტია და მე მადლობა რომ წყალობ და რა შემიძლია ახლა რომ იმ ადამიანს იგივე სიკეთეები და იგივე სიხარული კონდეს რომელიც მე მაქვს. წარმოიდგინეთ ესე იაზრუნოს ყველა აი არც ერთი უპოვარი ალბათ არ დარჩება რომ აი ყოველივე რაც გინდათ რომ გიყავთ თქვენ კაცთა იგი მე მიყავთო და აი ასაერად ეს ოქროს ფორმულა და ოქროს წესი უნდა ამუშაო ჩვენ ცხოვრებაში და წარმოვიდგინოთ რომ მე რო ვიყო უპოვარი და სნეული ხო აი რა უნდა ვქნა ამ დროს როდესაც ველოდები და რა გარანტია მაქვს ხვალ ჯვარი გწერია ხო ხვალ შეიძლება რა ვიცი რა ხდება და რა მელოდება როგორი გამოცდაა ცხოვრების ის მისთვის გამოცდაა
ის ლაზარესავით, ის მადლიერებით აბარებს ალბათ იმ გამოცდას ცხოვრებისას, იგავი რომ არის მდიდრისა და ლაზარესი და მე რა მომელის, მე ხო მეტი მომეთხოვება უფალი მეტყვის. მეტი მოგეცა საშუალება, თქვათ, გაიხარე ამ ცხოვრებაში, იმას არც სიხარული ქონდა და არც პატივი ქონდა და არაფერი არ ქონდა და შენ მეტი მოგეთხოვება და რა გააკეთე იმისათვის, რომ აი შენ ეს ნიჭი სიკეთეში გემსახურა და ვაი თუ არ აღმოჩნდეთ ჩვენი უმადური და უგუნური მდიდრის როლში და ეს ცხოვრება წუთისოფელია და აი დიამეტრალურად ამოტრიალდება ყველაფერი იქ და იქ ყველაფერი აიხილება, მაგრამ ვაი რომ გვიანი შეიძლება იყოს და ამიტომაც აი ნუ ჩავთვლით აი ამაყად საკუთარ თავს, საბოლოოდ ამის დასკვნა მინდა გიორგი, როდესაც დავინახავ თქვათ ჩვენზე ესეთ ადამიანს, რომელიც რაღაცნაირად გარეგნული ხო ცხოვრების რაღაცა დაჩაგრული ხო რაღაცა ისეთი სიხარული და პატივი და სიმთელე და პირობები ვერ ერგო როგორც ჩვენ თქვათ ხო აი ნუ ჩავთვლით თავს იმაზე უკეთესებად და იმაზე ამაყებად სხვაზე ამაყებად პირიქით წარმოიდგინე რომ შენ არაფრით არ ხარ იმაზე მეტი მე რა რომ კარგად გაცვია და კარგად დადიხარ და არ გშია შინან როგორც ადამიანი ფასეულობა ის შენზე მეტია ამ დროს მასთან უფრო მეტად არის უფალი მასთან მეტად და უფალი და მას მეტი შანსი აქვს პირიქით იმას უნდა ევედრებოდე შეიწირე ძმაო ადამიანო ჩემი სიკეთე და შენ უნდა მაცხონო მე და შენით თუ გავაკეთებ მადლს და შენ ხარ ჩემი წინამძღვარი გაჭირებულები რო არ იყვენო იონი ოქროპირი ხატონად ამბობს ამ ქვეყანაზე გაჭირებულები რო არ იყვენო ერთერთი მდიდარი ვერ წონდებოდა ანუ ეს გაცემა სასწაულის ანუ შანსია რა ის არის შენი შანსი რომ შენი საუნჯე ჩადო სალაროში აი უხსნელ სალაროში და იქ მადლი დააგრო ის შენი შანსია და იმას თუ კარი ფეხი და თუ უგულებოს ყავი ჩათვალე რომ შენ დაგარგე შანსი თორე იმას სხვა მისცემს ის უფლის ხელშია ის არ დაიკარგება მაინც ლაზარე პირდაპირ წავიდა სამოთხეში შენ შანსი გავუშვი 1 2 3 4 და მე კითხვის ნიშნებს ნუ და სულ რატო არ გიმართლებს აი შემთხვევაში როგორ უნდა მივხვდე ჩვენ ხშირად ჩვენი მატარებელი ჩაივლის ისე ხოლმე რომ ჩვენ ვერ აღმოჩნდებით ხოლმე იქ და გვეპარება ხშირად იმ ერთხელ მოძღვარმაც აქაც ახსენა რომ გაჭირებული მოვდიოდიო და შევალო უთხარიო და გამოვალდო რომ გამოვიდიო აღარ დამხვდაო ხურდა თუ მოწყალება მთხოვაო და მიდიოდაო იქო და რომ გავიხედეო ესე თქვა რომ უყურებდიო რომ ღმერთი როგორ მიდიოდა ჩემგანო რა ამით ანუ აი ღმერთს უნდა დავხმარებოდიო ამითო და როგორ დავკარგეო ეს ყველაფერიო რა და ამ შემთხვევაში ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ აი ჩვენ აი ეს ყველაფერი გვეპარება ან თავს ვინ უგეშეთ ხოლმე ბოლო კითხვას დავსვავ იმით რომ არა ის გაჭირებული არ არის უბრალოდ ის აი ანუ ჩვენ უზომავთ მის გასაჭირს იმიტომ რომ ჩვენ ვარ ძუნწები შეიძლება არ გავცეთ რაღაც ან ის ვერ დაგინახავს როგორც გუშინ ვერ დაგინახა ვიღაცა მისნაირმა ხო ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ ისე რომ შენ გაეცი და შენ იმის იქით ნუ გაყვები ხო ის გაგინახავს არ დაგინახავს თუ ასე შემდეგ აი ეს უნდა დავაჯერო ჩვენ თავს იმიტომ ძირითადად ყოველთვის უკმაყოფილება სხვა ადამიანის მიმართ არის იქ რომ სულ ყოველთვის შენი გაცემულიდან მოთხოვნილი ვეღარ მიიღე და მე გაქვს უკვე პრეტენზია მე რომ მოგეცი შენ რო რანაირად მეკცევი ასე შემდეგ მე ის გაგიკეთე შენ არაფერი გამიკეთე ანუ ძირითადად მაინც ეს ხდება ხოლმე რა ადამიანი და ჩვენ სულ გონია რომ ჩვენ გავცემთ ამ დროს რო შევიგნოთ რომ ღმერთი აკეთებს ჩვენი ხელით სიკეთეს და ისევე შეიძლება სხვა ამას გაუკეთოს სხვა ადამიანს სიკეთე და ღმერთი ისე მაინც არ დატოვებს ჩვენც სულ არ ვიყოთ ხო აი ეს ვერ გავითავისოთ გონიათ რომ აი გონია რომ ჩვენ მაგრამ მეორე მხარეს მე კითხა თუ შეიძლება აი მასთან დაკავშირებით რომ გითხრათ რომ აი როგორ გავითავისოთ ის არ გავყვეთ რა ეხა არიან რომ აი მოგცემს და მოყვება აი მთელი ცხოვრება შეიძლება საფლავში ჩამოყვეს რომ როგორ არ გადაუხადე იმის სამაგიერო უკან დედა ნუ ახლა ანგარებითი დამოკიდებულება ეს უკვე სცილდება საცნობების ფარგლებს ასე ვთქვათ როდესაც ყველაფერი ფურცელზე იწერება ეცით აი ანგარიში რო ჩამოწეროს ადამიანმა რომ აი ფული რო არის უბრალოდ ისე დიახ ხო და იმას ვამბობ რომ ანდელი იგავის არ იყოს ეს ყველაფერი არ უნდა დაიწეროს აი რასაც გასცემ ჩათვალე რომ ეს გაატანე წყალს ყველაფერი და მიმღებმა იცის ადამიანის თავის დროზე
დააფასებს და უფლის საუნჯეში ხო არის და არის და ამიტომაც ჩვენ ვეცადოთ რომ სიკეთე იყოს გაკეთებული უანგაროდ და აღურიცხავად და ერთი რამ არის კიდევ გიორგი რომ როდესაც ადამიანი აი ამ ნიჭებსა და მონაპოვარს არ მიაწერს ცალსახად მხოლოდ საკუთარ მონაპოვარს საკუთარ შესაძლებლობებს და ასაერად ამბობს რომ უფალმა მომცა და უფალმა მოგცა მართლა რა შიშველი არ მოვედით აი რა მოვიტანეთ ხო ამ ქვეყანაზე ხო დედის იაგიდან არაფერი არ მოგვიტანია და რას წავიღებთ არაფერს არ წავიღებთ აი ეს უნდა გავითავისოთ თუ კი არაფერი არ მოიტანე და თუ კი არაფერს არ წაიღებ მაშ რომ შევხედოთ აი სულიერი კანონით რა არის შენი აი ჩვენი რას ნიშნავს ჩემია ეს ხო პირობითია ეს ხომ დროებითი განზომილებაა ყველაფერი აი რა არის ჩემი რას ნიშნავს ჩემი არის ჩემი ცოდვები და თუ სათნოებას გავაკეთებთ ისიც ჩვენ სულ დანარჩენი აი მატერიალური საუნჯე დოვლათი სახლი ყველაფერი პირადი რას ნიშნავს ჩემი ეს არის უფლის წყალობა უფალმა მოგცა ეს ყველაფერი რომ შემდგომ აი გადაანაწილო რომ შენი ხელით იმას მიუვიდეს იმის ხელით იმას მიუვიდეს ესე ჯაჭვი შეიკრას რომ ადამიანებმა აი ერთმანეთს ასარგებლონ და აი ეს სიკეთე გადავიდეს და ამით გაერთიანდეს აი ადამიანი აი რა განსხვავებაა ისე ვიგავია სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორისო ესე იგი ადამიანებს გრძელი კოვზები ჰქონდათ გრძელი კოვზები აი ესეთი წარმოდგენა არის დახატული და ასე იგი სამოთხეში ვინაიდან მათ დიდი ტარი ჰქონდა კოვს და საკუთარი ჯამიდან ჭამა ვერ შეეძლოთ ერთმანეთს აჭმევდნენ ერთი მეორეს მეორე მესამეს და ჯოჯოხეთში ისინი ერთმანეთს ჭამდნენ ვინაიდან არავის არ სურდა საკუთარი ჯამიდან სხვისთვის მიეწოდებინა აბსოლუტურად სხვა ერთი და იგივე შესაძლებლობა ჰქონდათ სამოთხის ადამიანებსაც და ჯოჯოხეთსაც მაგრამ აქ მიდგომაზე იყო სათნოებაზე იყო ერთნი იყვნენ მხოლოდ საკუთარი თავისკენ მიმღებნი მეორენი იყვნენ გამცემი აი ეს არის ვინც გასცემს იქ კმაყოფილია საზოგადოება ბედნიერია და ეს დოვლათიც გადანაწილებულია იცით აი ჩვენ ხომ სოციუმში ვცხოვრობ და ეს მატერიალური დოვლათი ქვეყანაში რაღაცნაირად ხო სახელმწიფო მართვის სისტემაც რეალურად ეს არის რომ ეს დოვლათი გადაანაწილოს საზოგადოებაზე რომ საზოგადოების თითოეული წევრი იყოს კმაყოფილი ხო აი ამ ყველაფრიდან აი ამაში ამ სისტემაში სულიერი კანონი უნდა მოქმედებდეს რომ აი მე თუ ბევრი მაქვს სხვას გადაუნაწილო და აი ამით რამდენად ასე ვთქვათ ბედნიერი საზოგადოებაა რასაც ჩვენ ახლა მივტირით და რასაც ყველა ვაშენებთ თითქოს და აი ასაერად ქვეყნის წინსვლა და განვითარება ხომ არსებითად ამაზე დადის რომ ყველა იყოს კმაყოფილი ყველა იყოს უზრუნველყოფილი ყველა იყოს რაღაცნაირად ბედნიერი და მადლიერი და აი ქრისტიანული კანონი სადაც მოქმედებს ურთიერთგაზიარებით იქ ძალიან ნადვილია საზოგადო და მიწიერი ბედნიერების ასე ვთქვათ ბოტანა და დამყარება და სადაც სულიერი კანონი არ მოქმედებს იქ რაც არ უნდა ალბათ სახელმწიფოებრივი და ესეთი ეკონომიური სისტემები ჩამოაყალიბონ ძირი არ მუშაობს სათნოება არ მუშაობს და იმიტომაც არის მე რომ რაღაცაერად ყველაფერი იშლება და სისტემა თითქოს უნაყოფო ფასადური რო არის მარტო და მე სარეკლამო რგოლებში რო ხედავ საჩვენოში რო ვირასიკეთი გააკეთა და რო გაყვეტრიან დიახ გიორგი დიახ ამიტომაც აქაც სახელმწიფოც ვეღარ შედგება და საზოგადოება შეუმდგარია აი ამ გაგებით ამიტომაც ჩვენ ყველაფერი უნდა დავამყაროთ ქრისტიანულ ფასეულობებზე და სათნოებაზე და ადამიანების სიყვარულზე ზედ დაეშენება მე ეს სახელმწიფოებრივი კანონები და ვთქვათ სხვადასხვა მოწესრიგების ფორმები ამიტომაც აი აქედან უნდა დავიწყოთ ხო აი ამდენი ისიც ისმის ქვეყანაში როგორ ავაშენოთ ქვეყანა რა სისტემა მოიფიქროთ უკეთესი როგორი ეკონომიური მოდელი როგორი პოლიტიკური მოდელი ძირი აი აქედან დავიწყოთ რა ადამიანების სიყვარულიდან ურთიერთპატივისცემიდან ეს ყველაფერი მე ეძიებდეთ პირველად სასუფეველოსათვის და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ და ჩვენ სასუფეველოს არ ვეძებთ ადამიანს არ ვეძებთ და დანარჩენი ყველაფერი გვინდა ამის გარეშე და ის ყველაფერიც აღარ გვეძლება და გუღმა დაწყებული საქმე და შემდეგ ვიწყებთ ადვილად იშლება ხოლმე და ნუ აი აქ არის ბედნიერების და სიხარულის გასაღები გიორგი და ღმერთმა მოგცეს ღმერთმა ეს უდიდესი სიყვარული და სათნოება და ურთიერთთა სიმძიმის გაზიარება და
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ და უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. უღრმესი მადლობა მეუფე მობრძანებისათვის ესეთ შორი გზა გამოიარეთ და იმისათვის რომ მობრძანდით, აი ძალიან მიხარია და მახარებს თქვენი სტუმრობა ყოველთვის ჩვენი სტუდიის კარი მუდამ ღია არის და აი თუ დაგვროცავთ კიდე აი წუთი დარჩა ბოლო და ესე გაირბინა ამ 2 საათმა თითქოს ხო გვეგონა რაღაცა ესეთი ბევრი დრო იყო და დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. აი სიტყვას აქ უდიდესი ძალა და ფასი და სამყაროც სიტყვით დაიწყო და ადამიანიც სიტყვაა და ქრისტეც სიტყვაგან ხორციელდა და ამიტომაც აი ყოველი დღე ჩვენთვის იწყებოდეს უფლის დიდების სიტყვით, უფლის მადლიერების სიტყვით და ადამიანის სიხარულის და მწუხარების გაზიარების სიტყვით. აი ეს მოდიოდეს ჩვენი გულებიდან და ჩვენი ბაგეებიდან და დალოცოს ღმერთმა ყოველი ადამიანი სიკეთისა და სიყვარულის სულით დალოცოს უფალმა. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა მეუფე და რა ვიცი მე კი გემშვიდობებით აუცილებლად დაგიმოვით იქითა კვირა საღამოს 10:30-ისათვის მე გახდით გიორგი დარასელი მეუფე ეფრემი გახდა ჩვენი სტუმარი რომელიც რა ვიცი ესე გაგვახარა რომელმაც და რა ვიცი დღეს კიდევ ერთხელ რაღაცა ბევრი ნათლობა იყო რაღაც ყველას გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ მე პირადად ძალიან გახარებული ვარ კიდევ ერთი ოჯახი შევიძინე ჭუმბურიძეების რომელიც პატარა მოუნათლე და ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერებას გისურვებთ ყველას და იქიდან ყველა მინდა რომ ყველამ გაიხაროთ იმით რომ რაღაცა სხვით ერთმანეთი და ასე შემდეგ გემშვიდობებით მე მეტი აი უბრალოდ სიტყვასაც ვერ ვამატებ იმდენად ემოციური და რაღაც სასწაული ეთერი იყო მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ იცოცხლეთ აი ამ სიხარულის მონიჭებისათვის და რამდენი ადამიანი ალბათ გაიხარებთ ეხლა იმ ყველაფერს მოისმენთ რომ ბევრ პასუხს მიიღებთ ბევრ თქვენ დაგროვილ კითხვებზე და გეხვეწებით აი რომ რაღაცას გააკეთებთ ყველაფერს იზამს ბოროტი იმისათვის რომ შემდეგ ამ ეს ინანოთ არ ინანოთ არაფერი იმიტომ რომ არაფერი არ დაგეკარგებათ რა ერთადერთი მაშინ დაიკარგება როცა ინანებთ რა არ ინანოთ გაიხარეთ ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერი კარგს კარგად ზანდა აი რა ვიცი როგორ მოვიფერო ის წაღებს მაგრამ კარგად ზანდა წარმატებები